მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. ეს არის საინფორმაციო შეხვედრა ფინედუს კონკურსის გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი ფარგლებში. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ამ შეხვედრის ჩანაწერი კეთდება და შემდგომ აიტვირთება ფინედუს YouTube არხზე და მიეთითება კონკურსის პირობებში ბმულის სახით, რომ სხვა დაინტერესებულმა მასწავლებლებმაც ნახონ შეხვედრა. პირველ რიგში გაგეცნობით, ვინც არ მიცნობს, იმიტომ რომ რამდენიმე თქვენგან თან მქონია შეხება ტრენინგების ან სხვა პროექტების ფარგლებში. მე გახლავართ თინა თინგუჯაბიძე, მუშაობ საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე 8 წელია, კერძოდ ფინანსური განათლების განყოფილებაში, რომელიც ასევე არის ჩვენი ფინედუ, ფინანსური განათლების პლატფორმა. დღეს რაზე გვექნება საუბარი, ნახავდით ალბათ კონკურსის პირობებიდანაც, მაგრამ ხო, თამი დასტურეთ, რომ პრეზენტაცია ჩანს და გადადის სლაიდები, რომ არ ვლაპარაკობდეთ ყოველად. კარგით, დღეს მოკლედ ვისაუბრებ მოკლედ კონკურსის შესახებ, ანუ პირობებს კიდევ ერთხელ გაგაცნობ და შესაბამისად რაიმე კითხვები თუ გექნებათ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დასვათ, ან ჩართოთ მიკროფონი და პირდაპირ დასვათ კითხვა, ან ჩატში მოიწეროთ. უბრალოდ, როდესაც პრეზენტაცია მაქვს გახსნილი, ვერ ვხედავ ხოლმე მაშინვე ჩატში კითხვებს და პერიოდულად დაუბრუნდები და შევხედავ, რომ არაფერი გამომრჩეს. მოკლედ ვისაუბრებთ კონკურსის პირობებზე. შემდეგ, როგორც იცით, ჩასატარებელი გექნებათ ერთი გაკვეთილი, ამიტომ ამ გაკვეთილის შინაარსაც მიმოვიხილავთ მოკლედ, ანუ რა იქნება გაკვეთილზე, რა მასალა, ასევე თამაშიც იქნება და ამ თამაშების ინსტრუქციასაც გეტყვით და რა თქმა უნდა, კითხვა-პასუხიც გვექნება შუალედში. სულ ეს არის მოკლე მონახაზი და ეხლა მოკლედ შეგვიძლია დავიწყოთ. მანამდე შევამოწმებ ჩატს, ხო არ არის კიდევ რაიმე მოწერილი, მოკლედ მოგესალმებით ყველას. თან პარალელურად ისევ გვერდდებიან მონაწილეები და დავუდასტურებ შემოსვლას. მოკლედ, რას გულისხმობს კონკურსი? პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს, ნებისმიერი საგნის, საჯარო სკოლის იქნება თუ კერძო სკოლის მასწავლებელი, თქვენთვის თავისუფალია ამ კონკურსში მონაწილეობა. რას მოიცავს ზოგადად კონკურსი? ანუ თქვენ ატარებთ ერთ გაკვეთილს სკოლაში. გაკვეთილების ჩატარების დაწყება შეგიძლიათ 4 ნოემბრიდან და 28 ნოემბრის ჩათვლით ჩაატაროთ, მაგრამ რადგან ესე ვთქვათ, გამარჯვებულები დასწრებაზეა, ჯობია რომ რაც მალე ჩაატარებთ, მით უკეთესი. მაგრამ ყველას გადმოგეცემათ სერტიფიკატები, ვინც ამ პერიოდში ჩაატარებთ გაკვეთილს. და რას აკეთებთ? ატარებთ გაკვეთილს ფინედუს მიერ მოცემული მასალების საფუძველზე, ზუსტად ამ მასალების მიხედვით და ამასაც გავივლით, ანუ თითოეულ ნაბიჯს გავივლით, ჯერ უბრალოდ გაჩვენებთ მოკლედ მონახაზს, რას გულისხმობს კონკურსი. როდესაც გაკვეთილს ჩაატარებთ, გაკვეთილის ჩატარების შემდეგ თქვენს პირად Facebook-ის გვერდზე უნდა გამოაქვეყნოთ ამის შესახებ პოსტი. პოსტში რა უნდა ეწეროს, რა ბანერი მიებას, ამასაც ჩვენ გაძლევთ და ეხლაც გეტყვით მაგის შესახებ და პოსტს როცა გამოაქვეყნებთ თქვენს პირად Facebook-ის გვერდზე, შემდეგ ამ პოსტის ბმული, ანუ ლინკი უნდა დაგვიკომენტაროთ ფინედუს ოფიციალური Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული სპეციალური საკონკურსო პოსტის ქვეშ, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება. ანუ ხვალ დაიდება ფინედუზე და ეწერება საკონკურსო პოსტი, ასე რომ მიხვდებით რომელ პოსტზეც არის საუბარი და თქვენი პირადი Facebook-ის პოსტის ბმული ამის კომენტარებში უნდა დადოთ. ეხლა რას გულისხმობს კონკურსი? გამოვავლენთ 30 გამარჯვებულ მასწავლებელს, აქ არაფერს არ ვაფასებთ, ესე ვთქვათ, იქნება დასწრების პრინციპით. პირველი 30 მასწავლებელი ამ კომენტარების რიგითობის მიხედვით, ოღონდ მონაწილეობის პირობები უნდა იყოს დაცული, ანუ თავის გვერდზე უნდა კონდეს გამოქვეყნებული პოსტი, ყველა იმ ნიმუშის მიხედვით, რასაც გაძლევთ. და თუ ესე არის გამოქვეყნებული პოსტი, დაცული არის პირობები, პირველი 30 გაიმარჯვებს. თუ რაღაცა პოსტს რაღაც დეტალები აკლია, ამ შემთხვევაში არ ჩაითვლება გამარჯვებულად და გამარჯვებული მასწავლებების პრიზი წახალისების მიზნით ეს იქნება 2 გამომცემლობის ვაუჩერი, ანუ ჯამში 100 ლარის წიგნები შეგიძლია შეიძინოთ 50 სულაკავრის გამომცემლობიდან და 50 ინტელექტის გამომცემლობიდან. ჩვენ მოგაწვით ელექტრონულ ვაუჩერებს ამ გამომცემლობებისგან და თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ მათ საიტებზე იყიდოთ ეს წიგნები და თბილისში იქნებით თუ რეგიონში უფასოდ მოგეწოდებათ ეს წიგნები.
ხოლო რაც შეეხება ყველა იმ მასწავლებელს, მესმის რომ რაღაც ჩვენ შეზღუდული ვართ ფინანსებში და ამიტომ მხოლოდ 30 მასწავლებელს ექნება ესე ვთქვათ ფინანსური წახალისება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება მსურველი მასწავლებელი, რომელიც ისედაც აკეთებს ხოლმე ამ პროექტებს და ეხლა ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩაატარებს ამ გაკვეთილს, ასე რომ ყველას, ვინც ნოემბრის თვეში, ანუ 28 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარებს გაკვეთილს, ჩვენ გადმოგცემთ ელექტრონულად სერტიფიკატს იმისთვის, რომ თქვენ იყავით ფინედუს დესპანი მასწავლებელი. და იმისთვის რომ თქვენ რადგან თქვენი პირადი Facebook-ის გვერდით აქვეყნებთ პოსტს, იმისთვის რომ გამოგიგზავნოთ ელექტრონული ვაუჩერი და გამოგიგზავნოთ სერტიფიკატი, 1 დეკემბერს, როდესაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები, ფინედუს Facebook-ის მესენჯერით უნდა მოიწეროთ თქვენი პროფილიდან, რომელი პროფილიდანაც გამოაქვეყნეთ პოსტი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვის უნდა გადავცეთ, თქვათ, სერტიფიკატი ვის უნდა გადავცეთ, ხო, თქვენ უნდა მოიწეროთ, რომ ჩვენ გამოგიგზავნოთ მერე მესენჯერში ან მეილზე, რა საკონტაქტოსაც გაგვიზიარებთ და ასევე გაგიზიაროთ გამომცემლობების ვაუჩერის კოდები, რომ ელექტრონულად შეძლოთ განახლება. ეს არის მოკლედ კონკურსის პირობების მონახაზი და ახლა ეს სამი ნაბიჯი რაც გქონდა დეტალურად გავყვები, რას გულისხმობ და მოკლედ კითხვებიც თუ გექნებათ, აქვე შეგეძლიათ დამისვით. პირველი, მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ჩატარება. რას გულისხმობ თამაში? პირველ რიგში კლასები იყოფა ორ ნაწილად, ანუ მე-5 მე-6-ისთვის იქნება განსხვავებული მასალა და მე-7 მე-12-ისთვის იქნება განსხვავებული მასალა. შესაბამისად, თქვენ რომელ კლასსაც აირჩევთ ჩასატარებლად, იმ კატეგორიის, ესე ვთქვათ, მასალას უნდა შეხედოთ. გაკვეთილის ფორმატი ორივეში არის ინტერაქციული ლექცია, რომელიც პრეზენტაციის სახით იქნება, PPT-ის სახით, უკვე მზა PPT არის მოცემული და იქნება მეორე ნაწილში თამაში. ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ესე არის. პრეზენტაციაც გამზადებული გვაქვს, ტექსტი რაც უნდა ისაუბროთ, ესეც გამზადებული გვაქვს, მაგრამ არ ვამბობთ ახლა რომ ზუსტად სიტყვა-სიტყვით უნდა დაიცვათ, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ეს ტექსტი მოირგოთ თქვენზე, თქვენი კლასის მზაობაზე და იმაზე, რაც იციან და ამის მიხედვით დაამოდიფიციროთ, ამაშიც თავისუფალი ხართ. თამაში არის, რომელიც პირდაპირ შეგიძლიათ ამობეჭდოთ, თქო, ამობეჭდო და გამოჭრა მოგიწევთ ორივე შემთხვევაში და ინსტრუქციაც წერია, როგორ ათამაშოთ ეს თამაში. ამ პირობების მიმოხილვის მერე ამ პრეზენტაციასაც გავივლით და თამაშების ინსტრუქციასაც გავივლით. თემები რაც შეეხება არის ფინანსური მიზნები, ფულის განაწილება და დაზოგვა, ბანკის ფუნქციები და ეროვნული ბანკი. ანუ რადგან დაზოგვის მსოფლიო დღეა და ჩვენ ისედაც მთელი ოქტომბრის განმავლობაში გქონდა ვიზიტები სკოლებში, ბევრ თქვენგანთან ვიყავით კიდეც, ახლა უკვე თქვენ გეძლევათ, ესე ვთქვათ, შანსი, რომ თქვენ თვითონ გახდეთ დესპანი და ჩაატაროთ, ან თქვენ კლასში, ან სხვა კლასში, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ეს გაკვეთილი ჩაატაროთ. ჩვენ გვეწერა პირობებში, რომ 3 ნოემბერს გამოქვეყნდებოდა პოსტი და ეს უკვე გამოქვეყნებულია, ანუ ეს საგაკვეთილო მასალა, რასაც ნახავთ და გაჩვენებთ ცოტა ხანში და მოკლედ რომ ჩაატარებთ გაკვეთილს ამ უკვე მოცემული პრეზენტაციითა და ტექსტით. თუ პრეზენტაციის გაშვების ტექნიკური შესაძლებლობა არ არის, ანუ ეს სლაიდები რო გავუშვათ, ამასაც არ აუშავს, შეგიძლიათ არ გაუშვათ სლაიდები და უბრალოდ ისაუბროთ, მაგრამ ვიზუალური მასალაც რო არის, უფრო მეტად საინტერესო არის ხოლმე მოსწავლეებისთვის და უფრო მეტი ჩართულობაა, თუმცა ის რომ შეიძლება არ იყოს ზოგიერთ სკოლაში პროექტორი, ან არ იყოს უბრალოდ ხელმისაწვდომი იმ მომენტში, ამაზეც არ დაიხიოთ უკან, მოკლედ შეგიძლიათ ჩაატაროთ, უბრალოდ ისაუბროთ და პრეზენტაციაც ისე არის აწყობილი, რომ ვეკითხებით მოსწავლეებს, მერე ვაწვდით, ესე ვთქვათ, ჩვენ ინფორმაციას. თუ სლაიდები იქნება ვიზუალურად, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებით შეგვიძლია სლაიდების გარეშეც წავიდეთ. თავარია მერე ის თამაში ამობეჭდოთ და ეს ათამაშოთ. მოკლედ, გაკვეთილს ჩაატარებთ ამ მოცემული მასალებით და ეხლა თქვენ მიერ პოსტის გამოქვეყნება თქვენს პირად Facebook-ის გვერდზე. აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ არ შეიცავდეს მოსწავლეების პირად მონაცემებს, ანუ მოსწავლეების სახელი და გვარი, ასაკი და ესეთი პერსონალური ინფორმაცია არ იყოს მითითებული და ფოტოებსაც რო გამოაქვეყნებთ, იყოს არაიდენტიფიცირებადი. ანუ შეიძლება გამოაქვეყნოთ გაკვეთილზე ჩატარებული, ესე ვთქვათ, გაკვეთილზე გადაღებული ფოტო,
მაგრამ მოსწავლეები რო არ იყვნენ იდენტიფიცირებადი. შეგიძლიათ მასალებს გადავუღოთ ან ზურგიდან ჩანდნენ, ან თუ ისე ჩანს რაღაც სმაილებით დავფაროთ სახეები. მოკლედ, იდენტიფიცირება რომ არ მოხდეს, რადგან ჩვენი პროექტის ფარგლებში, ასე ვთქვათ, თქვენ შეიძლება გქონდეთ თანხმობები მოსწავლეებისგან, მაგრამ რადგან Pinedus პროექტია, ჩვენ არ გვაქვს, ასე ვთქვათ, მოსწავლეების მშობლების თანხმობა. ამიტომ ჩვენ არ ვითხოვთ იდენტიფიცირებად ფოტოებს და კარგი იქნება თუ ეს ფოტოები იქნება არაიდენტიფიცირებადი. და ეხლა როცა დაპოსტავთ, რას უნდა მოიცავდეს ეს პოსტი? ძირითადი ტექსტი რაღაც შაბლონი ტექსტია, რომელიც Pinedus-ზე გიმზადებთ და ის სიტყვასიტყვით უნდა გადაიტანოთ და უბრალოდ თქვენი სკოლა უნდა ჩასვათ, სკოლის სახელწოდება, ერთადერთი პერსონალური მონაცემი, რასაც ამჟღავნებთ, ეს არის სკოლის სახელწოდება, რომელ სკოლაში ჩაატარეთ და საფეხური, ანუ მე-6-ე, მე-7-ისთვის ჩატარდა, მე-7-ისთვის, რომელ კლასში ჩატარდა, მოკლედ. შეიძლება შეურიოთ კლასები აი მასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე. მაგალითად, რადგან მე-7-ე, მე-12-ისთვის გვაქვს, შეგიძლიათ გაერთიანოთ მე-7, მე-8, მე-9 ან მე-10, მე-11, მე-12. ახლა მე-7, მე-12 რო გაერთიანოთ, ალბათ არათანაბარი მდგომარეობაში იქნებიან ბავშვები. მოკლედ, ახლო კლასები შეგიძლიათ გაერთიანოთ. და მიუთითეთ, მოკლედ, რომელი კლასები გყავთ, ესეც ტექსტში იქნება მისათითებელი. ამ ტექსტის მერე შეგიძლიათ თქვენი ტექსტი დაურთოთ, არ ვიცი, მიგნება, შთაბეჭდილება, რაღაც უფრო განავრცოთ, შეგიძლიათ დაურთოთ, შეგიძლიათ არა. აუცილებლად გამოიყენოთ ეს ჰეშთეგები, ანუ რაც აი ჰეშით არის Pinedus Despani, ფინანსური განათლება, დაზოგვის მსოფლიო დღე 2025 და მონიშნეთ, ანუ დათაგეთ Pinedus ოფიციალური გვერდი, ანუ ამ ძაღლუკას ნიშანს რო ეძახიან და Pinedus აკრიფავთ, დაითაგება მოკლედ ეს გვერდი. და მიაბით ბანერი, ანუ სურათი Pinedus-ი, რომელიც ასევე მზად არის და იმ მასალებში დევს და სურვილისამებრ შეგიძლიათ მიაბათ სხვა ფოტოებიც გაკვეთილებიდან. ხო არ გაქვთ აქამდე რაიმე კითხვები და ამასაც გაჩვენებთ, სად გვიდევს ეს ტექსტები და საგაკვეთილო მასალები. და იქ ჩამოთვლილი თემებიდან ყველა თემას უნდა მიმოვიხილო თუ ერთი კონკრეტული თემა შემიძლია ავირჩიო წინა სლაიდიდან. ხო, ეს ერთ პრეზენტაციაშია გაერთიანებული, იმიტომ რომ ფინანსურ მიზნებს დაზოგვა, განაწილება ფულის, ბანკის ფუნქციები და მე უბრალოდ ვამბობთ ეროვნული ბანკი რომ აკონტროლებს ბანკებს, ასე რომ ეს არჩევით არ იქნება, ერთ პრეზენტაციაში არის მოქცეული ეს თემები და ამ შინაარსაც გავივლით ახლა. თიკო, კლუბი თუ შეიძლება ფინანსური განათლების კლუბი მოქვს მე კი იცით თქვენ და თუ შეიძლება იქ ჩავატარო ეს გაკვეთილი. კი, შეგიძლიათ რომ კლუბშიც ჩაატაროთ. უბრალოდ ამ კლუბში ალბათ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებია და აი კლასის სადაც გაქვთ მითითებული, რომელი კლასებიც არის, ყველა მიუთითეთ. ანუ და ერთი კიდე Pinedus ამასწავლებლოში დევს, ახლა იმ დროს თქვენ დადეთ და ის რაღაც სადაც ნახავ აი. დიახ, გაჩვენებთ მაგას თამარ ეხლავე. დიახ, ეთერ რაღაცას ამბობდით? მე მასალები ჩამოვწირთ უკვე ძალიან დიდი მადლობა. მე-5, მე-6 კლასში შევარჩი, ასე ვფიქრობ, რომ ასე ჩავატარებ. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. ჩემი სკოლა რომ არ იყოს და სხვა სკოლა ხო არანაირი პრობლემა არ არის? კი, შეგიძლიათ სხვა სკოლაშიც რომ ჩაატაროთ, არანაირი პრობლემა არ იქნება. აი ეს მინდა და დიდი მადლობა. კი ბატონო, ეხლა თან გაჩვენებთ, მოდი მთელ სკრინს გაგიზიარებთ და გაჩვენებთ სად დევს. მოკლედ Pinedus-ზე როგორც კი შეხვალთ, ეს ახლა ცუდად ჩანს და მინდა გავაქრო. იმედია შეხვედრას არ ვთიშავ. ჩანს ხო ეხლა მთლიანი ეკრანი? კი, კარგად ჩანს. მოკლედ, Pinedus-ზე რო შეხვალთ, ეგრევე სლაიდერზე გვიდევს თავშევე Pinedus Despani მასწავლებელი, კონკურსის პირობები სადაც იყო. აი აქ გქონდათ ეს ბმული, რომელიც არ იხსნებოდა, იმიტომ რომ გვეწერა, რომ 3 ნოემბერს გამოჩდებაო. ერთი წამით დაუდასტურებ, ვიღაც შემოდის და ეხლა მოკლედ რო გადახვალთ ამ ბმულზე, უკვე გამოგიჩნდებათ ატვირთული მასალა. აი და წერია საგაკვეთილო მასალა ინსტრუქცია მე-5, მე-6 კლასი. აქ არის პრეზენტაცია, ანუ სლაიდები, რო გახსნით, ჩამოიტვირთება პირდაპირ. ეხა პირდაპირ ჩამოტვირთვას მიჩენს. მის ქვეშ არის თვითონ გაკვეთილის ტექსტი, ანუ ტექსტი მიყვება ესე რომ აი რაზეც ვსაუბრობთ. გამარჯობა, დღეს რაღაც განსხვავებული გაკვეთილი გვექნება, ფულზე ვისაუბრებთ და ყველაფერი წერია, რა კითხვებს სვამთ, მე რა ინფორმაციას აწვდით. და ბოლოს ამ ბავშვებს ათამაშებ ფინანსური ტერმინების ბინგოს და ამის ინსტრუქციაც წერია. ეხლა არ შევჩერდები ინსტრუქციაზე, იმიტომ რომ მე უნდა გავიაროთ ეგ დაწვრილებით. და აქ არის თვითონ თამაში, რომელიც არის 7 გვერდიანი ამოსაბეჭდი, აქედან 6 გვერდიანი უпростоრად, აქედან 4 არის ბინგოს დაფები, რომელიც უშუალოდ მონაწილეებს უნდა დაურიგოთ და 2 ფურცელი არის თქვენთვის. ანუ
მეხუთე-მეექვსე კლასში აი ეს 6 ფურცელი გექნებათ მხოლოდ ამოსაბეჭდად. ეხლა რა გვაქვს მე-7-მე-12 კლასში? აქაც გვაქვს ანალოგიურად პრეზენტაცია PowerPoint-ში სლაიდების სახით. გვაქვს იგივენაირად ტექსტი და ინსტრუქცია და აქ თამაშად უკვე გვაქვს ლარის ისტორიის ბარათები. ინსტრუქციაში ისიც წერია, როგორ ათამაშოთ ეს ბარათები. ვისთანაც ვიყავით უკვე სკოლებში ეს თამაში ქონდა ესეც და ბინგოც და გეცოდინებათ, მაგრამ აქ ყველაფერს დეტალურად ავხსნი. მოკლედ, ესეთი არის ეს ლარის ისტორიის ბარათები. აქ არის სულ 14 ბარათი, 14 გვერდიანი. ეს არის ორი ვერსია შეგვდებათ, ეს არის რომ პირდაპირ თქვენ თვითონაც წაიკითხოთ და მეორე არის საბეჭდი ვერსია. აი ესეთი, იმიტომ რომ რომ ამობეჭდავთ, ნახეთ უღმარი ტექსტი და ეს უნდა გადაკეცოთ მერე, თუ გინდათ გამოჭერით, რომ ცოტა ლამაზი იყოს ხაზებზე და შეაწებეთ, თუ ამდენი იმის თავი არ გექნებათ, არ არის პრობლემა, ამობეჭდეთ და გადაკეცეთ და თუ რატომ მაგას ნახავთ, იმიტომ რომ ბავშვები რო ითამაშებენ, ერთ მხარეს უნდა ეწეროს ტექსტი, მეორე მხარეს წელი და ჯერ კითხულობენ ტექსტს და უნდა გამოიცნონ წელი. ასე რომ ეს ორმა ვერსიამ არ შეგაშინოთ, ერთი არის უბრალოდ რო გახსნით ესე ელექტრონულად წაიკითხოთ რა არის და მეორე არის საბეჭდი ვერსია, პირდაპირ გადაკეცავთ ამობეჭდვის შემდეგ. ეს არის 14 გვერდიანი. ამის დაბეჭდვა მოგიწევთ. ვით ჩაატარებთ მე-7-მე-12-ში. ეს არის საგაკვეთილო მასალა. ესათიკო ჯგუფური თამაშია? კი, ჯგუფური თამაში არის და მაგას გავივით ახლა, იმიტომ არ ჩავედი დეტალებში, რომ ეგ თამაშიც და პრეზენტაციის ტექსტიც უნდა გავიაროთ. ლარის თამაში არ არის ჯგუფებად, აი 13 ბარათი იქნება თამაში, ამიტომ მოსწავლეები ისე უნდა დაყოთ, რომ ამ 13 ბარათს ეყოთ. თუ ბევრი მოსწავლეა კლასში, ანუ 28 ხო, ან 29 მაქსიმუმ, გამოვა რომ ერთ ბარათზე 2 ან 3 მოსწავლე იქნება, თუ უფრო ნაკლები არიან, მაგალითად კლუბში ან კერძო სკოლებში ნაკლები ბავშვები არიან, 13 ბავშვით შეგიძლიათ ითამაშოთ და თითო ბარათი შეხვდება. ანუ გააჩნია ბავშვების რაოდენობას და ბინგო ჯგუფურია იმ შემთხვევაში, ბინგოს შემთხვევაში 4 ჯგუფად ყოფთ რაოდენობის მიუხედავად. და ამავე გვერდზე არის, მოკლედ, აი ცოტა რომ ჩამოსკროლოთ, საინფორმაციო პოსტის ნიმუში და ბანერი. აქ არის მოკლედ ის ტექსტი, აი ზუსტად ეს ტექსტი, რაც უნდა დადოთ თქვენს Facebook-ის გვერდზე. ანუ ამას წერთ. მე ვარ ფინედუს დესპანი მასწავლებელი, დღეს რაღაცა ამ და ამ სკოლაში, ამ და ამ კლასის მოსწავლეებთან ჩავატარე ფინედუს ინტერაქტიული გაკვეთილი პირადი ფინანსების მართვისა და ფულის დაზოგვის თემაზე. და მე თუ გინდათ მიაყოლეთ თქვენი ტექსტიც. ნებისმიერი, ამაში არ ხართ შეზღუდული, დათაგავთ ფინედუს გვერდს. ქვეშ დაუწერთ ამ ჰეშტეგებს, ფინედუს დესპანი ფინანსური განათლება დაზოგვის მსოფლიო დღე, ანუ ეს შეგიძლიათ დააკოპიროთ და მერე ჩასვათ, რაც საჭიროა და აი ამ პოსტის ბანერს მიაბამთ. თქვენ წერია, რომ პოსტს მიაბით ფინედუს მოცემული ბანერი. ანუ პოსტს რო დაწერთ, ფოტოების ატვირთვად შეგიძლიათ გააკეთოთ და გარდა ამ ბანერისა შეგიძლიათ დამატებით გაკვეთილზე გადაღებული ფოტოებიც დაურთოთ, ოღონდ როგორც გითხარით, ეცადეთ რომ მოსწავლეები არ იყვნენ იდენტიფიცირებადი. აი ეს ბანერია, save image რო გააკეთებთ, ჩამოგიტვირთავთ პირდაპირ სათქმე შეინახავთ ეს. და ამ პოსტს მიებთ. მერე როცა გამოაქვეყნებთ, მოკლედ პოსტს თქვენს პირად Facebook-ის გვერდზე, ეხლა უნდა დავუბრუნდე ისევ პრეზენტაციაზე და გავაზიარო ჩემი სლაიდები, რომელიც აღარ მიჩანს, ერთი წამი თავიდან გავხსნი ბოდიში. როგორც კი დადებთ პოსტ თქვენს პირად Facebook-ის გვერდზე, მერე უკვე არ ჩანს კარგად ერთი წამი, აი ესე. მერე ამ თქვენი პოსტის ბმულს დააკომენტარებთ ფინედუს პოსტის ქვეშ, რომელსაც ეწერება საკონკურსო პოსტი, ბანერზეც და ტექსტშიც ეწერება. გაზიარებული გაგვიქცეთ? ჯერ არა, ხვალ გამოქვეყნდება ეს პოსტი. 4 ნოემბერს გამოქვეყნდება და ამ პოსტის ქვეშ დააკომენტარებთ. შესაბამისად, როდესაც 30 გამარჯვებულის გამოვლენაზე მიდგება საქმე, შევხედავთ ამ პოსტის კომენტარების ქვეშ პირველ 30 დაკომენტარებულს. უბრალოდ, როდესაც გადავალთ ამ კომენტარზე, კომენტარი თავისთავად იქნება ბმული თქვენი პოსტის, პოსტი უნდა იყოს იმ პირობების დაცვით, რაც წეღან გაგიზიარეთ. თუ დაედითებთ, ანუ ჩასწორებას თუ გააკეთებთ პოსტის, მაშინ დროდ მიიჩნევა იმ ჩასწორების
ჩასწორების დრო, იმიტომ რომ ამასაც აჩვენებს Facebook-ი, როდის ჩაასწორეთ პოსტი. ანუ შეიძლება პირველი გქონდეთ საკომენტარებული მაგალითად, მაგრამ მერე ჩაასწოროთ რაღაცა 5 საათის მერე და აღმოჩნდა, რომ ამ 5 საათში უკვე სხვა 30-მა მასწავლებელმა დააკომენტარა. ამიტომ პოსტს რო დადებთ და მულს ყურადღება მიაქციეთ, რომ დაედიტება არ მოგიწიოთ. ან თუ მოგიწიათ, მალევე დაედითოთ, იმიტომ რომ ედიტის დრო ჩაითვლება, ანუ ჩასწორების დრო ჩაითვლება საბოლოო დროდ. და რა თქმა უნდა, თუ რაღაც კითხვები გაგიჩნდათ ამ პროცესში, შეგიძლიათ ჩვენს მეილზე მოიწეროთ, ან პირდაპირ Facebook-ის გვერდის მესენჯერშიც მოიწეროთ, რა კითხვაც გექნებათ. ეხლა ხო არ გაქვთ კითხვა ამასობაში? თიკო მე მაქვს. მეც მაქვს თიკო დაველოდები და თიკო, იცით რას ვერ მივხვდი უცებ, ანუ დავდე პოსტი, გავაკეთე ყველა ის ნაბიჯი რაც მითხარით და შემდეგ პოსტის კომენტარის ბმული გადამაქვს თუ ჩემი Facebook გვერდის ბმული გადამაქვს? თქვენი Facebook-ის პოსტის გვერდის არა, მთლიანი გვერდის კი არა, აი პოსტს რო დაწერთ რაღაცა პოსტს და რო გადახვალთ იმ პოსტზე, ზემოთ უკვე ბრაუზერში ამ პოსტის ბმული იქნება და ამიტომ ან პოსტის გაზიარებას რომ მონიშნავთ გვერდზე, რო აქ ის სამი ღილაკი და გაზიარებას დააჭერთ, იქ ბმულის კოპირებაც არის, ან უშუალოდ პოსტის ბმული უნდა დაგვიკომენტაროთ და არა პირადი Facebook-ის გვერდით. მადლობა. თიკო ხვალ რომელ საათზე გამოქვეყნდება ზუსტად ეს კონკურსი? საათი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ სკოლების მერე რა, ის სადღაც შუა დღისკენ. მადლობა. თიკო ერთი კითხვა გვაქვს, ორივე ნაწილს რო ჩავატაროთ, თქვათ, დაწყებით საფეხურზეც და მომდევნო საფეხურზეც და ორივე რო ავწურთოთ. ამ შემთხვევაში ერთ ჩატარება გოჩნდება, ხო? ერთი ჩატარება გექნებათ, დიახ. კი. კარგი, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, ერთი ჩავატაროთ და ავწურთოთ როგორც საკონკურსო ნამუშევარი და მეორე სურვილისამებრ ჩავატაროთ და უბრალოდ ჩვენ Facebook გვერდზე ავწურთოთ. კი, რა თქმა უნდა, ესეც შეგიძლიათ ისიც დააკომენტაროთ, რომ ჩვენ ვნახოთ, მაგრამ ერთ-ერთი ჩაითვლება აქედან. ანუ ფაქტობრივად ხვალ მაინც ვერ მოვასწრებთ ჩვენ ჩატარებას. კი, ესე ორი სხვადასხვა სკოლა? დიახ, ირმა. ორი სხვადასხვა სკოლა? შეგიძლიათ ორივე სხვადასხვა სკოლაში ჩაატაროთ. ანუ ამ შემთხვევაში გამარჯვებული, ესე ვთქვათ, მასწავლებელი ხდება და არა სკოლა და სერტიფიკატშიც მასწავლებლის სახელი ფიქსირდება და თქვენ გადმოგიყვანოთ ეს ვაუჩერები და არა სკოლის სახელზე. ერთხელ გაიმარჯვებს, თიკო, ხო? ორ სხვადასხვა სკოლაში თუ ჩაატარებს, მაინც ერთხელ გაიმარჯვებს. ვარავის გავაწყვეტინე კიდევ. სმაისმოდ, აი ეს კითხვა მაქვს ამ ქალბატონის კითხვის პასუხად. სიტყვაზე რომ ერთმა მასწავლებელმა ორ სხვადასხვა სკოლაში ჩაატაროს და ატვირთოს და მოხდეს ორივე ჩატარება იმ 30-ში, მაინც ერთი გამარჯვებაა, ხო? მაინც ერთი, კი, ერთი გამარჯვება, ხო, ზოგან მეგონი არის მოდე ჩემი ხმა და შეგიძლიათ ჩაატაროთ მოკლედ რამდენიმეში, მიუთითოთ ყველას ბმული, მაგრამ ერთი მასწავლებელი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ჩვენ ამ ვაუჩერს უგზავნით პირადად მასწავლებელს და არა სკოლას. და სერტიფიკატიც მასწავლებლის სახელზე იქნება და არა სკოლის. ხო, ისმის ჩემი ხმა კიდე ხო არ გაქვთ შეკითხვები? კი, კარგად. კარგით. ეხლა მოკლედ, ხო, ეს გითხარით, რომ კონკურსის პირობებში უკვე რო გადახვალთ საგაკვეთილო მასალა რო ეწერა, ეგ ბმული მუშაობს, გამოქვეყნებულია ყველაფერი და შეგიძლიათ რომ ჩამოტვირთოთ და ეხლა მოკლედ შეგვიძლია რომ გავიაროთ ჩვენი პრეზენტაციები, გავაზიარებ ამასაც. ესე დავიწყებ, მოკლედ, ჯერ გავივლი პრეზენტაციებს, ჯერ დაბალი საფეხურისთვის, შემდეგ მაღალი საფეხურისთვის და შემდეგ გავივლი თამაშებს, ჯერ დაბალი საფეხურისთვის, შემდეგ მაღალი საფეხურისთვის. პრეზენტაციებზე, შინაარსობრივი ნაწილი ძირითადად პრეზენტაციაზე მოდის, დაახლოებით ერთსა და იმავე თემებზე აგებული, თუმცა აი ტექსტი და ტერმინების ახსნა და რაღაც საკითხები განსხვავებული, ამიტომ ორივეს მივყვები. რო რაღაც ბავშვებისთვის შედარებით უფრო გამარტივებულია მეხუთე მეექვსე კლასისთვის და მე-7 მე-12-ისთვის შედარებით მეტი რაღაც არის ვიდრე ამ დაბალ საფეხურზე. მოკლედ ეს პრეზენტაციები ვისთანაც ვიყავით მოიწვიე ფინედო კლასში ფარგლებში ნაცნობი იქნება, ოდნავ არის გადაკეთებული, რომ დრო შევამცირეთ, რომ მეტნაკლებად ერთ გაკვეთილში ჩაეტიოთ. ასე რომ ეს ნაცნობი იქნება, მაგრამ მაინც განმარტავ ყველასთვის.
მოკლედ მე-5 მე-6 კლასის სლაიდებს გავდივართ ახლა. ამ სლაიდების ეს სლაიდები ატვირთულია იქ როგორც გითხარით და ტექსტი რასაც ვისაუბრებთ, ესეც მზაასახითაც არის, ანუ რო წაიკითხოთ, მერე პირდაპირ მიყვებით ამ თემას. მოკლედ ამ ჩვენი გაკვეთილის მიზანი არის ის, რომ ბავშვებს ვესაუბროთ ფულზე, რადგან ფული მაინც უკავშირდება ჩვენს ფინანსურ მომავალს და ამ პრეზენტაციის ფარგლებში მათ გავაცნობთ რაღაც ესე ვთქვათ სამ ნაბიჯს იმისთვის, რომ ჭკვიანურად მართონ თავიანთი ჯიბის ფული. პირველ რიგში ვსვამთ კითხვას, გამხსნელ კითხვას, რომ ალბათ ყველა ოცნებობთ რაღაცაზე და ბევრჯერ გითხოვიათ მშობლებისთვის რაღაცის ყიდვა და ისინი გვეუბნებიან, რომ ყოველთვის ყველაფერს ვერ გიყიდიან და ფული არც რაღაცა ციდან ცვივა და არც ხეებზე იზრდება და მოკლედ მშობლები მართლები არიან, იმიტომ რომ ფულს სჭირდება გამომუშავება. თუმცა მხოლოდ გამომუშავება არ არის საკმარისი და მე ეს გამომუშავებული ფულიც ჭკვიანურად უნდა ვმართოთ და ჩვენი გაკვეთილი ზუსტად ამ საკითხებს შეეხება, რომ თქვენ რაღაც ამ ასაკიდანვე გამოიმუშაოთ ეს სწორი ჩვევები. და ჩვენს ფინანსურ მიზნებს, რომ უბრალოდ ჩვენს ოცნებებს რომ დაუბრუნდეთ, შეიძლება ეს იყოს დიდი და პატარა სურვილები, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ფინანსური მიზანი. ანუ ფინანსური, იმიტომ რომ უკავშირდება ფულს და ჩემი ოცნება გახდება ფინანსური მიზანი, თუკი მე ზუსტად წარმოვიდგენ ჩემს მიზანს კონკრეტულად რა მინდა, რამდენი ფული მჭირდება ამის მისაღწევად და რა დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ნელ-ნელა დავიწყო ამ ფულის შენახვა და შეგროვება. და ამის მიხედვით გამოვყოფთ მიზნებს, როგორც მოკლევადიანი მიზანი, საშუალოვადიანი მიზანი და გრძელვადიანი მიზანი. და მოკლევადიანი მიზნებს თავისთავად ნაკლები დრო და ნაკლები ფული სჭირდება, რომ ამ მიზნებს მივახციოთ, მაგალითად რაღაც ვიდეო თამაში ან კურსასმენები. საშუალოვადიანი მიზანს შედარებით მეტი დრო და მეტი ფული სჭირდება, ხო? მაგალითად 1-დან 3 წლამდე მიზნები შეგვიძლია ვთქვათ, ან 1-დან 5 წლამდე ბავშვების შემთხვევაში შეიძლება ჩვენთვის რაც მოკლევადიანია, ბავშვებისთვის საშუალოვადიანი იყოს, ხო? მაგალითად რაღაც პლანშეტი, სმარტფონი და ასე შემდეგ. და უფრო გრძელვადიანი მიზნებიც არსებობს, რა თქმა უნდა. იგივენაირად შეიძლება იყოს კომპიუტერი, მანქანა, სახლის შეძენა და რავი, პენსიაზე გასვლაც კი, რომ მერე გქონდეს უზრუნველყოფილი მომავალი. მოკლედ, თუ ჩვენ ოცნებებს შევხედავთ ისე, როგორც ფინანსურ მიზნებს, ეს იქნება უკვე პირველი ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ სწორად დავიწყოთ ჩვენი ფულის განკარგვა. და ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ფულზე ვსაუბრობთ, ვეუბნებით იმას, რომ ფული შეიძლება იყოს, უბრალოდ შენი შემოსავალი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფული, რომელიც ჩვენს ხელში ხვდება. ანუ შეიძლება ეს მოგცეს მშობელმა როგორც ჯიბის ფული, გაჩუქონ ოჯახში დაბადების დღეზე, შეიძლება გახდე რაიმე კონკურსის გამარჯვებული და ფულადი პრიზი აიღო, შეიძლება შენ თვითონ მუშაობდე, რაღაც საქმიანობას ასრულებდე, ან რაღაც პატარა ბიზნესი გქონდეს და აქედან იღებდე ფულს. ყველაფერი ეს არის შენი შემოსავალი. და როდესაც ჩვენ გვაქვს ფინანსური მიზანი, ეს გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ეს შემოსავალი მთლიანად კი არ დავხარჯოთ, არამედ შევინახოთ, დავაგროვოთ სამომავლოდ ზუსტად, იმიტომ რომ აი ეს მიზანი ავისრულოთ. და ამის მერე რომ ვუთხრათ რატო არის მნიშვნელოვანი დაზოგვა, ვთავაზობთ ესეთ მოკლე თამაშს და აქ ეცადეთ რომ სწრაფად გაიაროთ, მაგალითად ერთი წინადადება ორ მოსწავლეს კითხოთ და უთხარით რომ მე ახლა დავიწყებ წინადადებას და თქვენ დაასრულეთ თქვენი შეხედულების სამებრ და იწყებთ ამ წინადადებების თქმას. მაგალითად, ადამიანები ფულს ხშირად იმისთვის ზოგავენ, რომ და ვთქვათ, ერთი ან ორი მოსწავლე დაასრულებს ამ წინადადებას. მაგალითად, მიაღწიონ რაღაცა მიზანს. ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი დააკონკრეტებინონ, ანუ უბრალოდ ის კი არ თქვან, რომ სურვილები აისრულო. არამედ დააკონკრეტებინოთ, რა სურვილი უნდა აისრულო. მერე უკვე სხვა წინადადება დაიწყეთ. მე ფული იმისთვის შემიგროვებია, რომ და სთხოვეთ ვიღაც მოსწავლეს, რომ დაიწყოს ეს წინადადება და დაასრულოთ თავისი შეხედულების სამებრ, მაგალითად, თუ შეუგროვებია ფული. ან თუ არ შეუგროვებია, ესეც თქვას, რომ მე ფული არასდროს არ შემიგროვებია არაფრისთვის. მერე უკვე მესამე წინადადებაზე გადავდივართ. დანაზოგი შეიძლება იმაში დამეხმაროს, რომ და რაღაცა კონკრეტული რაღაც ვათქმევინოთ და ბოლო წინადადება უკვე არის, როცა ადამიანს დანაზოგი არ აქვს, შესაძლოა და ანუ რა შეიძლება მოხდეს, ან რა შეიძლება არ მოხდეს. მოკლედ, ამით თვითონ მოსწავლეებისგან ვიღებთ იმას, რომ თვითონ მათ ვასაუბრეთ დანაზოგების მნიშვნელობაზე და ჩვენი შეჯამება იქნება ის, რომ მოსწავლეების ნათქვამიდან გამომდინარე, ერთი დანაზოგი იმაში გვეხმარება, რომ ფინანსურ მიზნებს მივახციოთ და რასაც ჩამოთვლიან, ანუ რისი ყიდვაც უნდათ,
რაღაც სამომავლოდ მოგზაურობა უნდათ, საზღვარგარეთ სწავლა უნდათ, თუ რაღაცა თამაშის ტანსაცმლის კურსასმენის თუ რაღაცის ყიდვაც უნდათ, ეს ყველაფერი არის ფინანსური მიზნები და დანაზოგი ამაში გვეხმარება. და მეორე არის ის, რომ ჩვენი შენახული ფული გვეხმარება იმაში, რომ მზად ვიყოთ რაღაც გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის, რაც ფინანსურ ხარჯებს იწვევს. მაგალითად, ეს შეიძლება რაღაც ნეგატიური მოვლენაც იყოს, მაგალითად, რაღაც პროექტი მაქვს გასაკეთებელი და არ მაქვს უცებ აღმოჩნდა რომ მარკერები და ფორმატის ქაღალდები, მაშინ დანაზოგი დამეხმარება, რომ ეს ვიყიდო. ან პირიქით რაღაც პოზიტიური მოვლენა შეიძლება იყოს, რომ არ ვიცი, გამოვიდა მაგალითად მაისური ჩემი საყვარელი პერსონაჟის გამოსახულებით და თუ მაქვს ფული, შემიძლია რომ ჩემი ამ დანაზოგიდან ვიყიდო. და რა თქმა უნდა, შეიძლება მე ეს განვავრცოთ, რომ როდესაც დამოუკიდებლად ცხოვრობ და რაღაცა გაგიფუჭდება, ან დროებით შეიძლება უმუშევარი იყო, ან მოულოდნელად ავად გახდი, ყველაფერი ეს გამოიწვევს ზედმეტ ხარჯებს და მე თუ მაქვს დანაზოგი, შემიძლია რომ ამ ზედმეტ ხარჯებს, ასე ვთქვათ, მომზადებული შევხვდე. ანუ დანაზოგი ამ შემთხვევაში აი სამაშველო რგოლის როლს თამაშობს, რომ მეხმარება ამ სიტუაციიდან გამოვიდე. ერთი წამი ჩავხედავ ჩატში, იმიტომ რომ მე მგონი შეკითხვები არის და არაფერი გამორჩეს. ჩანაწერზე არის შეკითხვა, მოკლედ ჩანაწერს ვაკეთებთ და აი ეხა კონკურსის პირობებში, სადაც ეწერა, რომ შეხვედრა ჩატარდება Zoom-ის საშუალებით და Zoom-ის ბმული იყო მიბმული, ამ შეხვედრის მერე ამას ავტვირთავთ YouTube-ის არხზე და მიებმება YouTube-ის ბმული. ამიტომ შეგიძლიათ, რომ ან პირდაპირ შემოხვიდეთ YouTube-ზე ფინედუს არხზე და იქ ნახოთ ეს ჩანაწერი, ან შემოხვიდეთ კონკურსის პირობებში და იქ იქნება მიმაგრებული YouTube-ის ბმული და მანდ ნახავთ. კარგი. და როგორ დავზოგოთ ახლა ეს ჩვენი შემოსავლის ნაწილი? გავიგეთ, რომ დაზოგვა, ფულის დაზოგვა და დაზოგვაში გულისხმობთ ამის შეგროვებას და შენახვა სამომავლოდ არის მნიშვნელოვანი. გასწავლით მარტივ სამ ნაბიჯს, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ფული ჭკვიანურად მართოთ და რა ფულსაც იღებთ მშობლებისგან, თუნდაც ეს ჯიბის ფული იყოს, ყველაფერი მაშინვე არ დახარჯოთ და სწორად გაანაწილოთ. პირველი არის სურვილისა და საჭიროების განსხვავება. და ვეუბნებით რა არის საჭიროება და რა არის სურვილი. ვეუბნებით რომ საჭიროება ყველაფერი ის არის, რაც აუცილებელია ცხოვრების ნორმალური პირობების შესანარჩუნებლად, ხოლო სურვილი არის ის, რაც ესე აუცილებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა და გვსიამოვნებს. და თვითონ მათ დაუსვათ კითხვები, რომ შენი აზრით რა არის საჭიროება, შენი აზრით რა არის სურვილი. და ვათქმევინოთ რამდენიმე მაგალითი, თუ არ თქვეს ჩვენ მოვიყვანოთ, რომ საჭიროება არის მაგალითად საკვები, ტანსაცმელი, განათლება, ტრანსპორტი, კომუნალური ხარჯები, სახლი რო გვაქვს და ასე შემდეგ და სურვილები არის მაგალითად სასუსნავი, გართობა, მოგზაურობა და ასე შემდეგ. მე უკვე გადავდივართ მეორე ნაბიჯზე, ანუ მე უნდა ვიცოდე რა არის სურვილი ჩემთვის და რა არის საჭიროება. და აუცილებლად ჩვენ არ ვამბობ იმას, რომ ჩვენი ფული მარტო საჭიროებებზე უნდა ვხარჯოთ, არამედ მეორე ნაბიჯი არის ის, რომ გადავანაწილო ჩემი ფული. ნახევარი მივმართო საჭიროებებზე, ანუ რო წარმოვიდგინოთ რაღაცა წრე, რომელიც არის მთელი ჩვენი შემოსავალი, ანუ მაგალითად 10 ლარი მომცა დღეს დედამ, ეს წრე უნდა გავყო ორ ნაწილად. ნახევარი მიმართო საჭიროებებზე და მეორე ნახევრიდან უფრო დიდი ნაწილი ჩემს სურვილებზე და უფრო პატარა ნაწილი დანაზოგებზე. სიტყვაზე 10 ლარი რო წარმოვიდგინო, 5 ლარი შეიძლება დავხარჯო კვებაში, 3 ლარით რაღაც სასუსნავი ვიყიდო და არ დავხარჯო მთლიანად ის 10 ლარი, არამედ 2 ლარი მაინც შევინახო მომავლისთვის დანაზოგზე. ანუ ამ შემთხვევაში ორი ალტერნატივა დგას, ხო? ერთი რომ საჭიროებებს ვერ ავიცილებ თავიდან, მაინც მიწევს ფულის დახარჯვა და მეორე არის ის, რომ დანარჩენი ნაწილი საერთოდ არ ავისრულო სურვილები და მთლიანად შევინახო. ოღონდ ამან რაღაც პერიოდში შეიძლება დემოტივაციაც გამოიწვიოს, იმიტომ რომ გამოდის, რომ თითქმის ყველაფერზე უარს ვამბობ, ამიტომ ესე რო არ იყოს, ნაწილით სურვილები ავისრულო, მაგრამ არა ის ყოველდღიური სურვილებზე არ დავხარჯო ყველაფერი, არამედ ეს ნაწილი შევინახო, დავაგროვო, რომ მომავალში რაღაც კიდევ უფრო დიდი სურვილი ავისრულო. ანუ არჩევანი მაქვს ამ წუთიერ ხარჯვასა და მომავლისთვის დაზოგვასა და დაგროვებას შორის. და ეს არის უბრალოდ ფორმულა, რომელიც შეიძლება გამოიყენო აი ესე განაწილების სახით. მაღალ კლასებში პროცენტებზე ვესაუბრებით, მაგრამ აქ რადგან ჯერ პროცენტები არ ეციან მე-5 მე-6 კლასში, ამიტომ უბრალოდ 10 ლარის მაგალითი მოგყავს, რომ ნახევარს საჭიროებებზე ვხარჯავ და მეორე ნახევრიდან ცოტა მეტ სურვილებზე და შედარებით ნაკლებს დანაზოგებზე. ანუ ყველა ვარიანტში მე რა ფულიც არ უნდა გამიჩნდეს, იქიდან
რაღაც ნაწილს მაინც ვინახავ და ვაგროვებ იმისთვის, რომ მომავალში რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და დიდი შევიძინო. და მესამე არის ის, რომ გახდი შენი ფულის დეტექტივი. ანუ ყოველთვის ჩაიწერე, რაში რამდენ ფულს ხარჯავ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ ნახოთ, სად წავიდა თქვენი ფული და იცოდეთ, რაში რამდენი დახარჯეთ და როდესაც მე ვიცი რაში რამდენი დავხარჯე, მე იმაზეც ვფიქრობ, რომ შეიძლება საერთოდ არ დამეხარჯა ამაში ფული და შევენახა და მომავალში რაღაც უფრო მეყიდა. ანუ მე თუ ვანსხვავებ სურვილსა და საჭიროებას, ვაკონტროლებ ჩემს ხარჯებს, ვიცი რაში ვხარჯავ, მერე უკვე შემიძლია მე ამ დაზოგვის ფორმულაზეც გადავიდე და ნაწილი საჭიროებებზე დავხარჯო, ნაწილი სურვილებზე და ნაწილი აუცილებლად შევინახო. შემდეგ ვეუბნებით, რომ კი ბატონო, მე მივხვდი, რომ ფული მინდა დავზოგო, რაღაც პატარა დანაზოგიც მაქვს და შევინახე. ეხლა სად შევინახო ეს ფული? სად ინახავენ ადამიანები დაზოგილ თანხას და ველოდებით მათგან პასუხებს, შეიძლება გითხრან სახლით, შეიძლება გითხრან ბანკიც და ვეთანხმებით, კი ბატონო, ფული შეიძლება სახლში შევინახოთ ყულაბაში, ან ბანკში შევინახოთ და აქ უკვე ვაცნობთ დეპოზიტის ცნებას, ანუ ბანკში სპეციალურ ანგარიშზე შენახულ დანაზოგს ეწოდება დეპოზიტი, იგივე ანაბარი. სინონიმები ამ შემთხვევაში დეპოზიტი და ანაბარი ერთმანეთის. და მე ვკითხოთ, რომ თქვენი აზრით რა პლუსები და მინუსები აქვს ყულაბაში შენახვას და რა პლუსები და მინუსები აქვს ბანკში შენახვას და მოვისმინოთ ყველას აზრი, რომ თვითონ მათ გამოთქვან, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე. და ბოლოს შეგვიძლია შევაჯამოთ ის, რომ ყულაბა მარტივია, განსაკუთრებით მოსახერხებელია ბავშვებისთვის, დიდად არაფერი უდგას წინ ყულაბის გახსნას, თუმცა უარყოფითი არის ის, რომ შეიძლება ესე სახლში ყულაბაში შენახული ფული დაიკარგოს ან მოგპარონ და თან ამ ფულს არაფერი ემატება გარდა იმ ფულისა, რაც ჩვენ თვითონ შეგვაქვს. და თან შეიძლება მარტივად შემოგვეხარჯოს, როდესაც სახლშია და ცდუნება გვძლიოს და განსხვავებით ყულაბისგან, როდესაც ბანკში დეპოზიტზე, ანუ ანაბარზე ვინახავთ თანხას, ის უფრო მეტად არის დაცული მოპარვისგან, ქურდობისგან, ბუნებრივი მოვლენებისგან და ასე შემდეგ და ემატება სარგებელი. ანუ იმისთვის, რომ ჩვენ ბანკში შევინახეთ ჩვენი ფული, ბანკი მასზე გვარიცხავს საპროცენტო სარგებელს. ანუ დამატებით თანხას და საბოლოო ჯამში მე ვიღებ იმ თანხას, რაც მე თვითონ შევაგროვე და შევიტანე და პლუს Z დამატებით ბანკის მიერ დარიცხულ საპროცენტო სარგებელსაც. და თან, როდესაც ბანკში სპეციალურად დეპოზიტზე ვინახავთ თანხას, დახარჯვის ცდონება უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ შეიძლება ვადიანი გავხსნათ და ვაგროვოთ პერიოდულად ამ დეპოზიტზე. თუმცა ბანკსაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეც, შეზღუდული წვდომა, იმიტომ რომ ბავშვს არ შეუძლია თვითონ მივიდეს და გახსნას ბანკში ანგარიში, ხო? ამისთვის მას სჭირდება მშობლის თანხმობა. ასევე შეიძლება ისეთ სოფელში ან ქალაქში ცხოვრდეს, სადაც დიდი არჩევანი არც კონდეს, რომელ ბანკში მივა და შეინახავს თანხას. ასე რომ ეს ბარიერი არის, თუმცა ყულაბაზე მეტად დაცული და მოსახერხებელია და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაზოგვა მარტივად შეიძლება სახლში ყულაბაში დავიწყოთ და მე ამ ფულს რო შევაგროვებთ, შეგვიძლია უკვე ბანკში მივიტანოთ და ბანკში ვამატოთ ნელ-ნელა თანხა. და აქვე უკვე გადავდივართ იმაზე, რომ ბანკებში რატო არის ჩვენი ფული უფრო დაცული, იმიტომ რომ ბანკებს, ესე ვთქვათ, ყავს თავისი მაკონტროლებელი ქვეყნის მთავარი ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, რომელიც ამ ბანკებს სპეციალურ წესებს უწესებს იმისთვის, რომ ჩვენი ფული იქ დაცული იყოს. და წარმოვიდგინოთ, რომ ეროვნული ბანკი არის როგორც მსაჯი ფეხბურთში, როგორც მსაჯი უყურებს მოთამაშეები როგორ იცავენ წესებს და თუ ამ წესებს არ იცავენ, მას შეუძლია რომ გაფრთხილება მისცეს და აჯარიმოს და მოედნიდან გააგდოს. ასევე ეროვნული ბანკი უწესებს თელ წესებს ბანკებს იმისთვის, რომ ფული უსაფრთხოდ იყოს და ბანკებმა თუ ეს წესი დაარღვიეს, ეროვნულ ბანკს შეუძლია მათი გაფრთხილება, დაჯარიმება და მოედნიდან გაგდება, ანუ ლიცენზიის ჩამორთმევაც კი. ასევე ეროვნულ ბანკში არ შეგვიძლია მაგალითად ჩვენ ფულის შენახვა, იმიტომ რომ ის ბანკების მაკონტროლებელია, ასევე ეროვნული ბანკი ზრუნავს მოსახლეობის ფინანსურ განათლებაზეც, ანუ ზუსტად ესეთ საკითხებზე ესაუბრება მოსახლეობას, რაზეც მე ახლა თქვენ გესაუბრებით, ესეც შეგიძლიათ უთხრათ და ამისთვის აქვს განათლების პლატფორმა Fineduc. და კიდევ ერთი, რითიც ეროვნული ბანკი უკავშირდება ფულს, არის ის, რომ მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს საქართველოში ეროვნული ვალუტის, ანუ ეროვნული ფულის გამოშვების უფლება. და მე ვეკითხებით, რა ქვია საქართველოს ეროვნულ ვალუტას?
იმედია იციან, რომ ეს ლარი არის, შეგვიძლია ვკითხოთ, რომელი ბანკნოტები არსებობს ლარის, უფრო პატარებთან შეგვიძლია ვკითხოთ, ვინ არიან გამოსახული ზედ და მე ვკითხოთ, თუ იცით, როდის გაჩნდა პირველად ლარი. დაახლოებით რამდენი წელია, რაც გვაქვს ეს ჩვენ ეროვნული ვალუტა და ალბათ არ ეცოდინებათ, ამიტომ მივაწოდოთ უბრალოდ ინფორმაცია, რომ ლარი პირველად 30 წლის წინ გამოვიდა და აი წელს 2 ოქტომბერს დიდი იუბილე ჰქონდა და 30 წლის გახდა. ამით ვასრულებთ, მოკლედ, შეჯამებას ვეუბნებით პრეზენტაციის, რომ ეხლა თქვენ უკვე იცით, რომ იმისთვის, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგათ და გამოიმუშაოთ თქვენი ფულის მართვის სუპერძალა, პირველ რიგში ფინანსური მიზანი უნდა დაისახოთ, წარმოიდგინოთ რა გინდათ, რა ღირს, როგორ მიაღწევთ, დაიწყოთ თქვენი ფულის განაწილება იმ ფორმულის მიხედვით, ანუ იცოდეთ რა არის საჭიროება, იცოდეთ რა არის სურვილი და დაზოგეთ, შეინახეთ თანხის რაღაცა ნაწილი და დაიწყეთ ბანკებთან ურთიერთობა. იმიტომ რომ შეგიძლია ეს დანაზოგი შენ ბანკში შეინახო და უფრო მეტად გაზარდო, იმიტომ რომ ბანკი მასზე პროცენტს დაგარიცხავს. და მე შეგვიძლია ვკითხოთ, ვინ არის მზად რომ 21 დღიან გამოწვევაში, ჩელენჯი უყვართ ბავშვებს ჩელენჯში რომ ჩაერთონ და ეს 21 დღიანი გამოწვევა, 3 კვირიანი, 7 დღე გულისხმობს იმას, რომ პირველ კვირას დაიწყონ ხარჯების ჩაწერა. ანუ არაფერი არ გააკეთონ, რა ფულსაც აძლევენ მშობლები, უბრალოდ ჩაიწერონ, რაში რამდენს დახარჯავენ. მეორე კვირას უკვე დაიწყონ დაზოგვის ფორმულის გამოყენება. ანუ ყველაფერი კი არ დახარჯონ, არამედ ის ნაწილი შეინახონ და დაზოგონ. და მესამე კვირის დასაწყისში მათ უკვე ექნებათ პირველი დანაზოგი, ანუ ის დაზოგილი თანხა, რაც მეორე კვირაში არ დახარჯეს. და ეხლა იმის მიხედვით, რა თანხას ზოგავენ კვირაში, მათ შეუძლიათ დაისახონ ფინანსური მიზანი და გამოთვალონ, ანუ დაზოგვის გეგმა შეადგინონ, ანუ გამოთვალონ ყოველ კვირა რომ ამდენი ფული დაზოგონ, მაგალითად, ამ კვირაში მე 1 ლარი დავზოგე, ხო? მაგალითად, არ ვიცი, 1 წლის შემდეგ, ანუ 52 კვირაში რას ვიყიდი. და თუ უფრო ძვირიანი რაღაცის ყიდვა მინდა, მაშინ მეტი დავზოგო. ანუ უბრალოდ ამით ხელს შევუწყობთ, რომ ჩვევაშიც გადაიტანონ ეს თავიანთი დაზოგვის ჩვევა. აქ თავდება პირველი ანუ დაბალი საფეხურის პრეზენტაცია, რაიმე კითხვა ხო არ გაქვთ შინაარსთან დაკავშირებით? აი, ორივეზე როგორც გითხარით, არის პირველი ნაწილი პრეზენტაცია და მეორე ნაწილში თამაში. ეხლა მოდი ზედაკლასების პრეზენტაციასაც გავივლი, დაახლოებით იგივე სტრუქტურის არის, ოღონდ ცოტა უფრო მეც ველაპარაკებით და გამოვა რომ მაღალი კლასებისთვის პრეზენტაციაზე მეტ დროს დავხარჯავ და თამაშზე ნაკლებს და პატარებთან პირიქით, ნაკლები დრო პრეზენტაციაზე და მეტი დრო თამაშზე. ეხლა ვნახოთ მე-7 და მე-12 კლასის პრეზენტაცია, რომელიც ასევე ატვირთული გაქვთ სლაიდებიც, ატვირთული გაქვთ ტექსტიც და ინსტრუქციაც. აქ უკვე დიდები არიან, შეიძლება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებიც იყვნენ და ხაზი გაუსვათ იმას, რომ ისინი მალე ხდებიან დამოუკიდებლები, 18 წლის როცა გახდებიან, თუმცა დამოუკიდებლობა პირველ რიგში ფინანსურ დამოუკიდებლობასაც გულისხმობს, ხო? იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს ჩვენი ფინანსები, იმისთვის, რომ მართოთ ჩვენი ცხოვრება. ამიტომ, რასაც ამ გაკვეთილზე მოისმენენ, ეს უბრალოდ დასაწყისი არის, პატარ-პატარა ნაბიჯებია, მაგრამ საბოლოო ჯამში დაეხმარებათ იმაში, რომ უფრო მიუახლოვდნენ ფინანსურ დამოუკიდებლობას და რაღაც პატარა ჩვევები თუ ცოდნა შეიძინონ და უნარები გამოიმუშავონ, რაც აი მე 18 წლის რო გახდებიან და შეიძლება პირველი ხელფასიც გაუჩნდეთ, ბანკებთან უკვე მარტო იქნებიან და არ დაჭირდებათ მშობლის თანხმობა, აი ეს რაღაცა ჩანერგილი მარცვლები ამ დროს გამოადგეთ. აქაც ვიწყებთ. ხო, და პრეზენტაციის შინაარსს ვაცნობთ, რომ ეხლა გაგაცნობთ, როგორ დაზოგოთ ფული მარტივი ფორმულის მიხედვით, სად შეინახოთ დანაზოგი, რომ თავისით გაიზარდოს და რისი გაკეთება შეგიძლიათ ეხლავე ბანკში, რომ მიეჩვიოთ ბანკთან ურთიერთობას, რომ როდესაც გაიზრდებით, დამოუკიდებლად შეძლოთ ბანკთან ურთიერთობა. და აქაც ვიწყებთ ფინანსურ მიზნებზე საუბრით, იმიტომ რომ მიზანი ზოგადად არის ორიენტირი, არა მარტო დაზოგვისთვის, არამედ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ნებისმიერ საქმეს უნდა ჰქონდეს მიზანი, რომელიც უნდა იყოს კონკრეტული და ზუსტი, იმიტომ რომ ვიცოდე საითკენ მივდივარ. და ამათაც ისევე საუბრობთ მოკლევადიანი, რაც ნიშნავს საშუალოვადიანი, გრძელვადიანი, აღარ შევჩერდები ამაზე, უბრალოდ უფროს კლასელებს დამატებით ვესაუბრებით იმას, რომ ჩემი ფინანსური ოცნება როგორ გავწერო smart კრიტერიუმების მიხედვით. ასეთ მიზნებს ეძახიან smart ფინანსურ მიზნებს, აბრევიატურა რამდენიმე ინგლისური სიტყვის და ეხლა გავშიფროთ თითოეული რას ნიშნავს. ანუ S-ი specific არის მიზანი უნდა იყოს კონკრეტული.
ანუ ჩემი მიზანი არ უნდა იყოს რაღაც ზოგადი, მაგალითად, ჩემი მიზანია კარგი ცხოვრება. ეს ძალიან ზოგადია, იმიტომ რომ არ ვიცით რა იგულისხმება კარგ ცხოვრებაში, მაგრამ მე თუ დავაკონკრეტებ, რომ მაგალითად, არ ვიცი, მინდა ჩემი შემოსავალი იყოს თვეში ამდენი. ან რაღაცის ყიდვა რომ მინდა, ხო? ზუსტად უნდა ვიცოდე რა მინდა, რომელი მოდელი მინდა, რა ფერის, რა სერია, ან არ ვიცი, სადღაც სამოგზაუროდ წასვლა რომ მინდა, უნდა ვიცოდე სად მივდივარ, რამდენი ხნით მივდივარ, როდის მივდივარ, ანუ დაკონკრეტებული უნდა მქონდეს ყველაფერი. მაგალითად, ამ შემთხვევაში ერთი მაგალითია მოყვანილი, რომ მინდა ვიყიდო Xbox-ი S სერია, რაღაც კონკრეტული მოდელი ამ Xbox-ის და შემდეგი არის, რომ ჩემი მიზანი უნდა იყოს გაზომვადი. ანუ მე უნდა ვიცოდე რა ფულის შეგროვება დამჭირდება იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიო. შეიძლება ეს ფული არ შევაგროვო, ხო, მაგალითად ნაწილი ვისეს ხო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ფულს ხო, მიზანს ხო სჭირდება ფინანსები, რასაც უნდა მივაღწიო და მე უნდა ვიცოდე მისი ღირებულება, რომ აი, მაგალითად 1000 ლარი რომ მაქვს, შემიძლია ჩავთვალო, რომ მე ამ მიზანს მივაღწევ. იმიტომ რომ ეს რაღაც ეს სერია Xbox-ი 1000 ლარი ღირს. მიზანი უნდა იყოს მიღწევადი, მე ისეთი მიზანი უნდა დავისახო, რომ ჩემს ძალებს არ აღემატებოდეს და მე შემეძლოს რეალისტური უნდა იყოს მოკლედ ამ მიზნის მიღწევა. მაგალითად, მე თუ კვირაში 20 ლარის დაზოგვა შემიძლია, მაშინ მე ამ მიზანს ერთ წელიწადში მივაღწევ 52 კვირაში. მაგრამ თუ არ შემიძლია კვირაში 20 ლარის გადადება, ფიზიკურად არ მაქვს მაგდენი შემოსავალი, მე როგორც მოსწავლეს რო 20 ლარი გადავდე ყოველ კვირა, მაშინ ერთ წელიწადში Xbox-ი მექნება, იქნება არარეალისტური მიზანი. ამიტომ ჩემს შესაძლებლობებს უნდა დაუახლოვო. და უკვე გადავდივართ იმაზე, რომ მიზანი უნდა იყოს დროში გაწერილი, ანუ უვადოდ დასახვა ცოტა ისეთია, დაახლოებით უნდა წარმოვიდგინოთ, მოკლედ, რა დრო დამჭირდება ამ მიზნის მისაღწევად. და მეხუთე არის ის, რომ მიზანი უნდა იყოს რელევანტური, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი, მართლა უნდა მინდოდეს და რატომ არის ეს მიზანი ჩემთვის მნიშვნელოვანი? ეს უნდა მქონდეს გააზრებული, იმიტომ რომ რაღაც თუ მინდა, უბრალოდ მინდა, ცოტა ისეთია, რატომ მინდა და რატო არის მნიშვნელოვანი, იმაშიც გვეხმარება, რომ მე ჩვენ ამ მიზნისკენ წავიდეთ და რაღაც გზა დავისახოთ. მოკლედ, როგორც პატარებს, დიდებსაც ვეუბნებით, რომ შენი ფინანსური ოცნება უნდა გაწერო, აი ამ კრიტერიუმების სახით და შეგვიძლია ერთი წუთი მივცეთ და უთხრათ, რომ აი ახლა ამ კრიტერიუმების მიხედვით წარმოიდგინეთ და ერთი ფინანსური მიზანი მაინც გაწერეთ. ეს შეიძლება მოკლევადიანიც იყოს, საშუალოვადიანიც და გრძელვადიანიც. მივცეთ ერთი წუთი, დაწერონ კალმებზე და ფურცლებზე თავიანთი კალმებით ეს მიზანი და თუ სურვილი ექნებათ, გაგვიზიარონ. თავარია რომ გაწერონ და რაღაც პირველი ნაბიჯი გადადგან, რომ მაშინვე წარმოიდგინონ რაღაც კონკრეტული მიზანი. და მერე ვეუბნებით მათაც, რომ აი ეს მიზანი გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ ჩვენი შემოსავლის ნაწილი გადავდოთ და შევინახოთ. და აქაც ვეუბნებით, რა შეიძლება იყოს შემოსავალი, როგორც პატარების შემთხვევაში, ანუ ჯიბის ფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ერთი რაღაც მაგალითი მოვყვანოთ, მაგალითად აი დღეს 100 ლარი გაჩუქეს და ხელი ავაწევინოთ, რამდენი თქვენგანი დახარჯავდა მაშინვე მთლიანად. მერე აწიონ ხელი, ვინც ნაწილს დახარჯავდა და ნაწილს შეინახავდა და ასწიოს ხელი, ვინც მთლიანად დაზოგავდა. და ამით უბრალოდ იმას ვაჩვენებთ, რომ ზოგი იმას იზამ, ზოგი ამას და ბევრი სტრატეგია არსებობს შემოსავლის განაწილების, მაგრამ ჩვენ გასწავლით ბიუჯეტირების 50-30-20-20-ის წესს. იგივე წესია, რაც პატარებთან, უბრალოდ ამათმა პროცენტები იციან და ამიტომ შეგვიძლია პროცენტების სახით მოვუყვანოთ. ამათაც უთხრათ, რომ მთელი შემოსავალი შეგვიძლია ასე გავანაწილოთ 50% საჭიროებებზე, 30% სურვილებზე და 20% დანაზოგებზე. ამათაც უხსნით რა არის საჭიროება და რა არის სურვილი და თვითონ ვასახელებინებთ მაგალითებს, რომ შენი აზრით საჭიროება რა არის, შენი აზრით სურვილი რა არის. და აქაც ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ ყველაფერი არ დავხარჯოთ და რაღაც ნაწილი 20% მაინც გადავინახოთ. ანუ 100 ლარი თუ მაქვს, 20 ლარი შევინახო, 1000 რო გამიხდება, 200 შევინახო და ასე შემდეგ. და ეს ზუსტად დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვევა გამოვიმუშაოთ. აქაც ვაჯამებთ ზოგადად დაზოგილი და შენახული ფული რაში გვეხმარება, იგივეს ვეუბნებით, რასაც პატარებს უთხარით. და მერე აქაც გადავდივართ იმაზე, რომ სად შეიძლება შევინახოთ დანაზოგი და ეხლაც ეკითხებით, სახლში ვინახავთ თუ ბანკში ვინახავთ. და აქაც როგორც პატარების შემთხვევაში ვამსჯელებთ რა პლუსები აქვს სახლში შენახვას, რა პლუსები აქვს ბანკში შენახვას და რა მინუსები აქვს სახლში და რა მინუსები აქვს ბანკში. ზუსტად იგივეს, რასაც პატარებს ვეუბნებოდით, ამიტომ აქ არ ვიმეორებ.
აქ ახალ ტერმინს ვასწავლით ისევე როგორც პატარებს, რომ ეს არის დეპოზიტი და საპროცენტო სარგებელი, ანუ ბანკში თუ შევინახეთ თანხა, ამას ქვია დეპოზიტი, იგივე ანაბარი და ბანკი მარიცხავს საპროცენტო სარგებელს, ანუ ეს შეიძლება იყოს ახალი მათთვის და დიდებთან უბრალოდ დამატებით ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბანკი, თვითონ ბანკის ფუნქციაზეც, რომ ბანკი მარტო, კი ბატონო, მე შევინახე დეპოზიტი და ბანკმა სარგებელი დამარიცხა, მაგრამ ბანკი მარტო ჩვენი ფულის შენახვის ადგილი არ არის, არამედ ბანკი ამ ფულს რომ შეინახავს, შემდეგ გაასესხებს სხვებზე, ისეთ ადამიანებსა და კომპანიებზე, რომლებსაც სჭირდებათ ფული სხვადასხვა საქმიანობის განსახორციელებლად. მაგალითად, არ ვიცი, ადამიანს შეიძლება დასჭირდეს სარემონტო ხარჯებისთვის, ან ბინის საყიდლად, ან სამომხმარებლო ხარჯებისთვის, ტექნიკის საყიდლად, სწავლის გადასახდელად. კომპანიები იყენებენ, რავი, თანადგარების შესაძენად, რაღაც ასორტიმენტის გასაფართოებლად, ახალი კომერციული ფართის შესაძენად, ან გასარემონტებლად და ასე შემდეგ და ამ გზით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკები ამუშავებენ ეკონომიკასაც. მაგრამ იმისთვის, რომ სესხებლები თანხას იღებენ ბანკისგან, დამატებით, როდესაც ამ ვალს უკან დაუბრუნებენ, ბანკს აძლევენ საპროცენტო უხდიან, ესე ვთქვათ, საპროცენტო სარგებელსაც. ანუ ეს ბანკისთვის სარგებელია, მაგრამ სესხებლისთვის ხარჯია, ხო, ზედმეტად იხდის თანხას, იმიტომ რომ სესხით ისარგებლა. ბანკი ზუსტად აი ამ ზედმეტად გადახდილი თანხისგან იტოვებს მოგებას და ნაწილს უკან უბრუნებს დამზოგველებს, ანუ დეპოზიტის მფლობელებს, იმისთვის, რომ მათ თავიანთი დეპოზიტები ბანკში შეინახეს. ანუ გამოდის, რომ ბანკი სესხებლებისგან მიღებულ საპროცენტო სარგებელს ანაწილებს როგორც თავისი მოგება, ну იქ რაღაცა ხარჯებიც არის, რა თქმა უნდა, და უბრუნებს, ესე ვთქვათ, დეპოზიტარებს საპროცენტო სარგებლის სახით. და გარდა ამისა, ბანკი ბევრ სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტსაც ვსაუბრობს და შეგვიძლია ვკითხოთ, რომ კი ბატონო, თანხის გასესხება და დეპოზიტის შენახვა არის ბანკის მთავარი ფუნქცია, ანუ ის არის ფინანსური შეუამავალი ზუსტად ამ დამზოგველებსა და მსესხებებს შორის, მაგრამ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება ბანკში და შეგვიძლია ჩამოვათვლევინოთ ის მომსახურებები, რაც გაუგიათ, რომ ბანკში ხდება. და ვუთხრათ, რომ თქვენ უკვე როგორც მოსწავლეებს, მშობლის თანხმობით შეგიძლიათ, რომ აი ეს რაღაცები გააკეთოთ ბანკში, მაგალითად აიღოთ საბანკო ბარათი, ბევრს აქვს კიდეც, თუმცა ყოფილვართ ისეთ ადგილებში, სადაც არ ქონიათ მოსწავლეებს ბარათები, ამიტომ ინფორმაციის სახით მივაწოდოთ, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ აუცილებლად მშობლის ან მეურვის თანხმობით, ანუ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ისარგებლონ ბანკში ამ პროდუქტებით. გქონდეთ საბანკო ბარათი, სადაც შეიტანენ ამ თავიანთ ფულს და შეძლებენ, რომ ბარათით გადაიხადონ მაღაზიებში, ან იყიდონ ინტერნეტით, ან გამოიტანონ ბანკომატიდან. მოკლედ, თავისი ფული ქეშად რომ არ გქონდეთ, ბარათის საშუალებით განკარგონ. მეორე არის, რომ მათ შეიძლება გააკეთონ ელექტრონული ყულაბა. ისევე როგორც სახლში ყულაბაში ვყრით ფულს, ბანკში შეიძლება ელექტრონული ყულაბის გაკეთება, სადაც ჩვენ მივუთითებთ, როდესაც ჩვენ ბარათით ვიხდით, რამდენი თანხა გადაირიცხოს ჩვენი ანგარიშიდან ამ ყულაბაში. იქნება ეს 50 თეთრი, 1 ლარი, 10 ლარი თუ ასე შემდეგ. და ელექტრონული ყულაბა არის ერთი, რომ ავტომატურად გროვდება რაღაცა და იჭრება და მეორე არის, რომ დეპოზიტი გავხსნათ, რაც უკვე უთხარით და მშობელს შეუძლია მაგალითად, რომ შვილის სახელზე გახსნას დეპოზიტი. საბავშვო დეპოზიტი არის ასეთი, რომელიც 18 წლამდე იხსნება და 18 წლის შემდეგ უკვე ბავშვი გამოიყენებს ამ თანხას. და მოკლედ დეპოზიტი და ყულაბა არის ფულის შეგროვების საშუალება ბანკში. და მესამე არის mobile banki, ანუ მოსწავლეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტ ბანკის, იგივე mobil banki-ის აპლიკაციით, სადაც ონლაინ შეძლებენ თავიანთი ანგარიშების კონტროლს და ამით მიეჩვევიან ისინი, რომ დაინახონ თან ამ მონაწერში, რაში დაიხარჯა მათი ფული, რა თანხა შეუგროვდათ ყულაბაზე ან ანაბარზე და ამით აკონტროლონ თავიანთი ფინანსები და ის რომ გქონდა რომ შენი ფულის დეტექტივი გახდი, თუ მე ყველაფერს ბარათით ვაკეთებ, ან ინტერნეტით ვაკეთებ და ვრიცხავ ფულს, მაშინ შევიძლია რომ mobile bank-ით ყველა ეს ჩემი ტრანზაქცია, ანუ ოპერაციაც მე ბანკში გავაკეთე, mobile bank-ით რომ ვაკონტროლო. აუცილებლად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ სხვადასხვა ბანკი გვთავაზობს მომსახურებას, როგორც წესი მოსწავლეებისთვის ეს მომსახურებები უფასოა, მაგრამ მაინც სანამ რომელიმე ბანკის პირობებით ვისარგებლებდე, კარგად უნდა გავეცნო მოკლედ პირობებს დავსვა. შეკითხვები, თუნდაც რამდენი პროცენტი მექნება დეპოზიტზე,
რაიმე დამატებითი საკომისიო ხო არა აქვს, ან პირიქით რაღაც შეღავათებს ხო არ თავაზობს ბანკი, ან რა ვიცი, ფასდაკლებას და ასე შემდეგ და შევადარო ეს შემოთავაზებები და ასე მივიღო გადაწყვეტილება. წესით ბავშვები უნდა ადარებდნენ ჩვეულებრივ პროდუქტის ფასებსაც მაღაზიებში, თუნდაც ტელეფონს რო არჩევენ, ისინი არჩევენ რაღაცა ფუნქციებით, რომელ მაღაზიაში უფრო იაფიღეს, რომელ მაღაზიაში აქვს რაღაც დამატებითი ფუნქცია და უნდა უთხრათ, რომ ბანკსაც აქვს პროდუქტი. ყველაფერი ეს ბარათი იქნება, ყულაბა თუ მობაილ ბანკი არის პროდუქტი და ამიტომ მე კარგად უნდა ვიცოდე მისი ფუნქციები, როგორც ტელეფონის ფუნქციებს შეერკვევით, ასევე უნდა გაერკვიოთ ბანკის პროდუქტის პირობებში და შეარჩიოთ თქვენზე მორგებული და კარგად იცოდეთ, რას გთავაზობს, რა საკომისიო აქვს, რა სარგებელი აქვს, რამდენ პროცენტს გაძლევს და ასე შემდეგ. და აქაც ვეუბნებით ბავშვებს, რომ იმისთვის, რომ ბანკებში ფული იყოს დაცული, ეროვნული ბანკი აკონტროლებს ბანკებს, აქ ცოტა ისეთი ფინანსური ტერმინებით ვესაუბრებით, რომ ეს არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ფუნქცია, ის ბანკებს უწესებს რეგულაციებს და აკვირდება იმას, რომ ბანკები მუშაობდნენ გამართულად, უსაფრთხოდ, არ ჰქონდეთ შეფერხება და ასევე იცავდნენ მომხმარებლის უფლებებსაც, საფინანსო სექტორის, ანუ ბანკების, მიკროსაფინანსოების და სხვა ასეთი საფინანსო ორგანიზაციების უფლებებსაც. და ერთი არის უფლებები და მეორე არის მე თვითონ ვიცოდე, რა უფლება მაქვს, როგორც მომხმარებელმა და აქ შემოდის ფინანსური განათლების როლი და ისე ვეუბნებით, რომ ეროვნული ბანკის რონოს მოსახლეობის ფინანსურ განათლებაზეც. აქ ვეუბნებით იმას, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა და ფასების სტაბილურობა ნიშნავს, რომ ფასები ძალიან ხშირად და ძალიან მკვეთრად არ იცვლებოდეს. ანუ ეროვნული ბანკი თავისი პოლიტიკით, რომელსაც მონეტარული პოლიტიკა ჰქვია, აკონტროლებს ინფლაციის დონეს. და ინფლაცია შეიძლება განსაზღვროთ როგორც ფასების საერთო დონის ზრდა. რომ წარმოვიდგინოთ ძალიან ბევრი პროდუქტი და მომსახურება, რასაც მომხმარებლები ვიყენებთ, თუ ამ პროდუქტებზე ერთიანად იზრდება, ანუ ფასების საერთო დონე იზრდება, მაშინ ვამბობთ, რომ არის ინფლაცია. ამიტომ ეროვნული ბანკი ცდილობს ამ მონეტარული პოლიტიკით, რომ ეს ინფლაცია ახლოს იყოს წინასწარ განსაზღვრულ მაჩვენებელთან და ეს ფასების ძალიან ხშირი და ძალიან მკვეთრი ცვალებადობა არ მოხდეს. ეს არის ფასების სტაბილურობა, მოკლედ, რაც შეგვიძლიათ უთხრათ მოსწავლეებს. ამათაც ვეუბნებით, რომ ეროვნული ბანკი ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც უშვებს საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ანუ ლარს. აქაც ვეკითხებით ბავშვებს, რომ თუ იციან ლარი პირველად როდის გამოვიდა და ვეუბნებით, რომ ლარი არის 30 წლის და რადგან ლარი 30 წლის არის, თამაშით ვაცოცხლებთ მერე ლარის ამ 30 წლიან ისტორიას და იმ თამაშზე ცოტა ხანში მოგიყვებით. ეს არის მოკლედ, ხო და მე თამაშო დავასრულებთ, მე გვაქვს უკვე შეჯამება, რომ თქვენ დღეს რაღაცეები ისწავლეთ, რაც დაგეხმარებათ პატარ-პატარა ნაბიჯები გადადგათ იმისკენ, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეთ. პირველი ის, რომ თქვენი ფინანსური ოცნებები გაწეროთ, ანუ SMART კრიტერიუმების მიხედვით, თქვენს ცხოვრებაში დანერგოთ და გამოიყენოთ ბიუჯეტირების 50-30-20 წესი, ანუ შემოსავლები გაანაწილოთ ისე სურვილებსა და საჭიროებებზე, რომ ყველაფერი არ დახარჯოთ და რაღაც ნაწილი მაინც შეინახოთ. და სად შეინახავთ, იპოვოთ ამ დანაზოგის შესანახად საიმედო ადგილი და თუ ბანკში შეინახეთ, ბანკი დამატებით საპროცენტო სარგებელსაც დაგარიცხავთ. გაიგეთ მეტი საბანკო პროდუქტებზე და ვინ აკონტროლებს და როგორ მუშაობს საფინანსო სისტემა. აი ესე სრულდება მოკლედ მეორე საფეხურის, ანუ მე-17-მე-12 საფეხურის პრეზენტაციის ნაწილი და ახლა შეგვიძლია გადავიდეთ თამაშებზე. რაიმე კითხვა ხო არ გაქვთ შინაარსთან დაკავშირებით? ფინანსის ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებმა ეს ყველაფერი იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გაგვევლო დეტალურად. კარგით. ეხლა გადავიდეთ მაშინ თამაშებზე, როგორც გითხარით, ეს თამაშები ატვირთული გვაქვს, ჯერ დავიწყოთ მე-5-მე-6 ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილ თამაშზე. ეს არის ფინანსური ტერმინების ბინგო. ბინგო ალბათ გითამაშიათ, ან ლოტო, იგივე პრინციპია, რომ მოსწავლეებს ურიგდებათ რაღაც დაფები და მე ამოდის ან ნომრები, ან ცხოველები გააჩნია რა ასაკის ბავშვი თამაშობს და დაფაზე უნდა მოიხაზო ეს მოკლედ და ვინც პირველი შეავსებს, ის დაიყვირებს ბინგოს. ამავე პრინციპზე აგებული, ოღონდ ჩვენ რადგან ფინანსური განათლება გვაქვს ფინანსური ტერმინების ბინგო. მოკლედ ეს დანარჩი გქონდათ, აი ეს 4 ფურცელი, სულ არის 4 დაფა.
დაფას ვეძახით, ამობეჭდავთ უბრალოდ თაბახის ფურცელზე. აქ დასურათებულია, მაგრამ შავ-თეთრითაც რო ამობეჭდოთ, არ არის პრობლემა, იმიტომ რომ თავარი ტერმინები წერია. მოკლედ, ჩვენ ამ თამაშისთვის მოსწავლეებს დავყავთ 4 გუნდად და თითოეულს დავურიგებთ თითო დაფას, გამოვიყვანოთ და თითო დაფა ავარჩევინოთ, თითო გუნდიდან თითო მონაწილეს, რომ შემთხვევითობის პრინციპით აირჩიონ ეს დაფები. და როგორ თამაშობთ, უხსნით ამას, რომ თითოეულს დაფაზე გაქვთ 6 ტერმინი მოცემული და ვუხსნით ბინგოს პრინციპს, რომ მე ახლა დავსვამ კითხვებს. კითხვები იქნება ამ თქვენს დაფაზე მოცემული ტერმინების განმარტებები და შესაბამისად მე როდესაც დავსვამ კითხვას, თქვენს დაფაზე უნდა იპოვოთ ტერმინი და მოხაზოთ. ხმამაღლა არ დაასახელოთ ოღონდ და ვინც პირველი იპოვებს მოხაზავს ამ 6-ვე ტერმინს, ანუ შეავსებს დაფას, იმან უნდა დაიძახოს ბინგო. ეს არის არსი. ასევე ვუხსნით იმას, რომ დაფაზე მოცემული არის 6 ტერმინი და აქედან ზოგიერთი ტერმინი მეორდება 4-ვე გუნდისთვის და ზოგიერთი არის განსხვავებული. ანუ თქვენ როდესაც კითხვას დასვამთ, შეიძლება ამ კითხვის პასუხი, ანუ შესაბამისი ტერმინი საერთოდ არ იყოს რომელიმე გუნდის დაფაზე. ამიტომ ამასაც დააკვირდეს. შესაბამისად, ამ თამაში არა მხოლოდ ცოდნა თამაშობს როლს, არამედ იღბალიც, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ ისეთი კითხვა ამოვიდეს, რომელიც მის დაფაზე არ არის, მაგრამ ცოდნაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ იმ ტერმინის განმარტება. მოკლედ, აქ იქნება ის ტერმინები, რაც ფაქტობრივად პრეზენტაციაში გაიარეთ, რაღაცები შეიძლება არ გაიარეთ, მაგრამ დაახლოებით გამოიცნო. როგორ თამაშობთ? დავტყავით 4 გუნდად. ხო და კიდევ რა გვაქვს თამაში? 2 ფურცელი არის თქვენთვის, მასწავლებლისთვის, კითხვები წერია და თავისი ტერმინებით შესაბამისი, ანუ კითხვა-პასუხი წერია, მოკლედ და ბოლოში გაქვთ აი ეს 4-ვე დაფა თქვენთვის, აი ამ მეორე ფურცელზე 4-ვე დაფა არის გამოსახული, რომ მე გადაკონტროლების საშუალება გქონდეთ. მოკლედ დავყავით ახლა 4 ჯგუფად, როგორ თამაშობთ. მიზანი არის ის, რომ გუნდმა პირველმა იპოვოს ყველა ტერმინი დაფაზე და დაიძახოს ბინგო. როდესაც კითხვებს სვამთ, მონაწილეები უბრალოდ ინიშნავენ თავიანთ ფურცლებზე ამ კითხვის შესაბამის ტერმინს და ამ მომენტში ხმამაღლა არ ამბობენ. მეორე ეტაპი არის განხილვის ეტაპი. მოკლედ, როდესაც დაყოფს 4 გუნდად და აირჩევენ ამ დაფებს, მიეცით რამდენიმე წუთი, რომ გადაათვალიერონ რა ტერმინები აქვთ დაფაზე. კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ კითხვას რო დასვამთ, შეიძლება ეს ტერმინი არ იყოს საერთოდ მათ დაფაზე, ზოგიერთი ტერმინი მეორდება ყველა გუნდისთვის და ზოგიერთი არის განსხვავებული. დაიწყებთ კითხვების დასმას, სწრაფად დასვით კითხვები და თითოეულ კითხვაზე მიეცით აი დაახლოებით 15 წამი, რომ ეს ტერმინი იპოვონ დაფაზე და გუნდი შეთანხმდეს და მონიშნოს, რომ კი ბატონო, ამ კითხვის შესაბამისი ტერმინი არის ჩვენს დაფაზე და არის ეს. მაგრამ რადგან ჩვენ მეორე ნაწილში უკვე უნდა გადავამოწმოთ, რამდენად სწორად შეავსეს გუნდებმა ეს დაფა, ამიტომ მათ უნდა დაიმახსოვრონ ტერმინის განმარტებაც. შეიძლება ტერმინის განმარტების დამახსოვრება გაუჭირდეთ და ამიტომ სიტყვასიტყვით არ ვთხოვთ ამ ტერმინის განმარტებას, არამედ შინაარსი არსი რომ დაიმახსოვრონ და შეუძლიათ რომ იქვე მიაწერონ დაფაზე. მოკლედ ამ დაფაზე იმუშაონ. მაგალითად რაღაც კითხვა დავსვი, ბანკში შენახული ჩვენი ფული. რომელიც არის ბანკში რაღაც ანგარიშზე შენახული ჩვენი ფული, რომლის განმარტებაც არის დეპოზიტი. ხო, მონიშნოთ თქვა დეპოზიტი დაფაზე და იქვე მიაწეროს მოკლედ თავისი სიტყვებით განმარტებაც, რომ მერე დაგვეხმარება ამ ტერმინების ახსნაში. ანუ დეპოზიტს იქვე მიაწეროს, რომ ბანკში შენახული ფული, ან რაღაც მოკლედ, რითაც დაიმახსოვრებენ. მოკლედ დასვამთ კითხვას, გუნდები ინიშნავენ ტერმინს დაფაზე და იქვე აწერენ თავიანთი სიტყვებით ამ ტერმინის განმარტებასაც, რადგან შემდეგ ყველა გუნდმა ეს ტერმინი თავისი სიტყვებით უნდა ახსნას. როდესაც შეავსებს გუნდი 6-ვე ტერმინს იპოვეს, ხმამაღლა დაიძახებს ბინგო. ჩვენ ვიმახსოვრებთ, რომელმა გუნდმა თქვა ბინგო და ვამბობთ, რომ კი ბატონო, თქვენ ხართ პირველი გუნდი, მაგრამ ჩვენ მეორე ნაწილში უნდა გადავამოწმოთ, რამდენად სწორად შეავსეთ, ამიტომ მე ახლა ვაგრძელებ კითხვების დასმას, სანამ 4-ვე გუნდი არ დაიძახებს ბინგოს. და თქვენც აგრძელებთ მოკლედ კითხვების დასმას და ნელ-ნელა დანარჩენი გუნდებიც იტყვიან ბინგოს, იმიტომ რომ გამოჩნდება 6-ვე ტერმინი მათთან, ჩვენ უბრალოდ რიგითობას ვიმახსოვრებთ, რომელმა გუნდმა მე რამდენად დაიძახა ბინგო. ესე სრულდება პირველი ეტაპი, რომელიც უფრო სწრაფად მიდის, იმიტომ რომ ჩვენ ვსვამთ კითხვას, ვაძლევთ 15 წამს, ინიშნავენ პასუხებს, სულ დასასმელი გვექნება 15 კითხვა და უკვე მეორე ეტაპზე თამაშის გადავდივართ იმაზე, რომ გავიგოთ, რამდენად სწორად მონიშნეს გუნდებმა ტერმინები.
და ამ ეტაპზე მოკლედ გუნდები კითხულობენ ტერმინებს დაფიდან და თავისი სიტყვებით ხსნიან, ანუ იმ კითხვას ამბობენ, რაც ჩვენ დავსვით, იმიტომ რომ კითხვა იყო ტერმინის განმარტება და ეხლა მათი მიზანია, რომ დაფაზე წაიკითხოს ტერმინი და შემოგთავაზოს განმარტება თავისი სიტყვებით. მოკლედ, ჯერ პირველ გუნდს მიმართავთ, ვინც ბინგო დაიძახა, რომ სათითაოდ წაიკითხეთ ტერმინები თქვენი დაფიდან, გუნდში ალბათ რამდენიმე მონაწილე იქნება და შეგვიძლია ესე დავმენეჯმენტოთ, ყველამ რომ მიიღოს მონაწილეობა და მხოლოდ ერთმა არა, თითო ტერმინი ვათქმევინოთ. უგაცრავად, გაიჭედა თუ ჩემთან არის მის ხმა? არც ჩემთან ისმის. გაიჭედა, მეგონა მეც ჩემთან იყო გაჭედილი. მე გავითიშე სავარაუდოდ და ეხლა მითხარით რა მომენტიდან გავითიშე, რომ გავიმეორო ყველაფერი. ანუ თეკო ყველა გუნდს რომ შევმოწმებთ ბარათებზე ბინგო უწერია თუ არა ზუსტად? ხო, აი, კაი, მან ესე იგი დიდი ხანი არ გავთიშულ ვარ. ეხლავე გავაზიარებ პრეზენტაციას, იმიტომ რომ გამეთიშა. და ბოლოს ოდესაც ყველა გუნდი დაასრულებს უკვე და ყველა იტყვის ბინგოს, მერე ვამოწმებთ რამდენად სწორად უწერიათ ეს ტერმინები. კი, და მაგისთვის რიგითობით მივყვებით პირველმა რომელი თქვა ბინგო, ჯერ მაგას ვეკითხებით ყველა ტერმინს. აი მე ვცდილობ რომ პრეზენტაცია დავაბრუნო ეხლავე. სად ვიყავით? დავადასტურებ შემოსვლას. აი აქ ვართ. ეხლა ჩანს, ხო? ხო, მოკლედ იტყვიან განმარტებას, რომელსაც ეს ტერმინი შეუსაბამეს. ამ დროს, ხო, თუ ვინიშნავთ, მოკლედ ის დაფები ჩვენ რაც გვაქვს მასწავლებლის ფურცელზე გვეხმარება იმაში, რომ მაგალითად ხედავთ, რომ პირველი დაფა კითხულობს, თითოეულ ტერმინს თუ სწორად თქვენს დაუწეროთ ერთი ქულა, ჩვენთვის მოვინიშნოთ, რომ შეიძლება ვიღაცამ პირველმა დაიძახა ბინგო, მაგრამ ქონდა შეცდომით მონიშნული. გადავდივართ მე უკვე მეორე გუნდზე და თუ იმათ ყველა სწორად აქვს, მაშინ მეორე გუნდი იმარჯვებს. ამიტომ ჩვენი მასწავლებლების ფურცელი გვეხმარება იმაში, რომ მოვინიშნოთ სწორად თქვენს თუ არა ეს ტერმინი. თუ ნაწილობრივ თქვენს განმარტება, ჩავუთვალოთ, უბრალოდ შევავსოთ როგორც არის ისე და თუ ცალსახად წინააღმდეგობრივია და საერთოდ აცდენილია განმარტებას, მაშინ არ ჩავუთვალოთ და 0 ქულა დავწეროთ. ამ დროს, როდესაც ერთი გუნდი კითხულობს, სხვა გუნდებიც რო ყურადღებით იყვნენ, ვეუბნებით, რომ მოისმინეთ ახლა ის ტერმინები, რასაც პირველი გუნდი ამბობს და თქვენს დაფაზე მონიშნეთ ისეთი ტერმინები, რომლებიც ამ გუნდმაც თქვა, მაგრამ დარჩება ისეთი ტერმინები, რაც პირველ გუნდს არ ქონდა. ამიტომ ახლა მეორე გუნდი განმარტავს იმ დარჩენილ ტერმინებს, რაც პირველ გუნდს არ ქონდა. შეგვიძლია ან დარჩენილი ტერმინები განვამარტინოთ, ან მაინც თითოეულ გუნდს 6-ვე ტერმინი განვამარტინოთ, მაგრამ ეს უთხრათ, რომ ერთმანეთს უსმინონ და თუ არ ეთანხმებიან განმარტებას, მაგალითად ამბობს, რომ არა, არასწორად განმარტავს ეს გუნდი, მაშინ თვითონ გითხრას განმარტება სწორი პასუხით და ამითაც ვნახავთ, რამდენად სწორად გქონდათ ის საერთო ტერმინები მონიშნული, იმიტომ რომ საერთო ტერმინებს ინიშნავენ, თუ პირველ და მეორე და მესამე გუნდს რაღაც გაჩვენებთან რომელი ტერმინები არის საერთო, ამოწმებენ და თუ ეთანხმებიან, ესე იგი კი ბატონო, იმათაც სწორად აქვთ და რომელ ტერმინებსაც პირველი გუნდი არ იტყვის, უკვე მეორე გუნდი ამბობს თავის განსხვავებულ ტერმინს. მერე მეორე გუნდზე გადავდივართ, ვათქმევინებთ განსხვავებულ ტერმინებს, მერე მესამე გუნდზე და მერე მეოთხე გუნდზე და ჩვენთვის ვინიშნავთ.
და მოკლედ გაიმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე პირველი და ყველაზე სწორად ჰქონდა შევსებული, ან ყველაზე მეტი სწორი პასუხი, რომელსაც ჰქონდა. ამიტომ თუ პირველმა გუნდმა დაიძახა ბინგო და აღმოჩნდა, რომ ყველა სწორი პასუხი აქვს პირველ გუნდს უთვლით, თუ აღმოჩნდა, რომ ერთი შეცდომით აქვს, ნახულობთ მეორე გუნდს რამდენი სწორი პასუხი აქვს. მეორე გუნდს თუ ყველა სწორი პასუხი აქვს, მეორე გუნდი იმარჯვებს, თუ თანაბარი ქულები ქონდათ, მაშინ პირველი, იმიტომ რომ სწრაფად იმათმა შეავსეს. მოკლედ მიზანი არის, რომ დროში პირველი და თან ყველაზე მეტი სწორი პასუხის მქონე გუნდი გამოვავლინოთ. ბავშვებს მაინც უნდათ რომ იცოდნენ ვინ არის გამარჯვებული გუნდი, ამიტომ დავაჯილდოვოთ ტაშით გამარჯვებული გუნდი, თუმცა აუცილებლად ხაზი გაუსვათ იმას, რომ აქ ცოდნას თამაშობდა როლს და იღბალიც, იმიტომ რომ კითხვები ამოდიოდა რაღაც კანონზომიერებით და შეიძლება არ ამოვიდა გუნდს, რომელმაც ყველა ტერმინი იცოდა, ის კითხვა, რაც მათ დაფაზე იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, თავისი ცოდნაც უნდა დაუფასოთ. საბოლოო ჯამში ამ თამაშის მიზანი არის ის, რომ აი ეს ტერმინები რაც შეგვხვდება, ვასწავლოთ თამაშით და როდესაც 4 გუნდი გაიმეორებს მოკლედ ამ კითხვებს, საბოლოო ჯამში არის ის, რომ დაამახსოვრდებათ ეს ტერმინები. სადა ეს პრეზენტაცია. კაი, რამე კითხვა ხო არ გაქვთ ამ თამაშთან დაკავშირებით და თვითონ ტერმინებსაც გაჩვენებთ, კარგად თამაშს გავხსნი რა ამოდის აქ. კარგი, ეხლა მაშინ თვითონ თამაშის დაფებსაც გაგიზიარებთ. აი აქ გვაქვს ბინგოს თამაში. ვაპატარავებ ესე რომ გამოჩნდეს. აი ნახეთ, მაგალითად პირველ დაფაზე არის შემოსავალი, ლარი, სესხი, სურვილი, ლარის სიმბოლო, დეპოზიტი. რაც მეორდება ყველა დაფაზე, ეს არის 3 ტერმინი, ანუ ლარის სიმბოლო, შემოსავალი და დეპოზიტი მეორდება 4-ვე დაფაზე. დანარჩენები არის განსხვავებული. ანუ თითოეულ დაფაზე არის 3 დანარჩენი დაფების მსგავსი ტერმინი და 3 აბსოლუტურად განსხვავებული. ანუ ეს ჯამში გაძლევთ სულ 15 ტერმინს. და 15-ვე კითხვა აქ არის მოცემული. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ვალუტის სახელი ლარი. ამ რაღაცას ვიყენებთ ნივთებისა და მომსახურების საყიდლად. არსებობს ქაღალდის, ანუ ბანკნოტის, ლითონის, ანუ მონეტების და ელექტრონული სახითაც. და ეს არის ფული. მე რა ქვია ქართულ მონეტებს, ანუ ხურ და ფულს. და ასე შემდეგ. ტერმინი, რომელიც ქონდა გამოყენებული პრეზენტაციაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტერმინი ჩვენ დღეს ვახსენეთ პრეზენტაციაში. რაც არ ქონდათ, შეგიძლია ვთქვათ, რომ ეს დღეს არ გვიხსენებია, მაგრამ რაღაცა გამოიცანით ლოგიკურად. მაგალითად, ცესხი არ გვიხსენებია, მაგრამ ფული, რომელსაც ვალის სახით ვიღებთ და რომელიც უკან უნდა დავაბრუნოთ, დიდი ალბათობით გამოიცნობენ ახს. დანარჩენი ფაქტობრივად ისეთი ტერმინებია, რაც მანამდეც გვიხსენებია პრეზენტაციაში და ამ თამაშით უბრალოდ შევაჯამებთ მერე რამდენად კარგად დაიმახსოვრეს და თუ პრეზენტაციაში ვერ დაიმახსოვრეს, ეხლა თამაშის მერე მაინც დაიმახსოვრებენ. აი ბოლოში გაქვთ ესე 4-ვე დაფა ერთად მოცემული და როდესაც შეამოწმებთ, მაგალითად აი ამ დაფის მფლობელებს მიაწერთ აქ 1-იანს ან 0-იანს და მიხვდებით შემდეგ რომელმა გუნდმა მოაგროვა ყველაზე მეტი სწორი პასუხი. კარგი, კითხვები ხო არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით? დავაბრუნებ პრეზენტაციას, რომელიც აი, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ ლარის ისტორიის თამაშზე, რომელიც გვაქვს მე-7 და მე-12 კლასებში. ჩატში მოვიწერე და თუ შეგიძლიათ რომ ნახოთ. ეხლავე. აი, მარიამი, როგორ შემიძლია რომ მონაწილეობა მივიღო პროექტში, ან თუ შემიძლია სტუდენტი ვარ და ასისტენტი სკოლაში. ანუ მარიამ, მასწავლებლის სტატუსი არ გაქვთ, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს გამოცხადებული მოქმედი მასწავლებლებისთვის. აქ შეიძლება შევიდეს სპეცმასწავლებლებიც, მაგრამ ასისტენტებისთვის არ არის გათვალისწინებული. ანუ ამ შემთხვევაში თვითონ სკოლის მასწავლებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, მოკლედ. არ გქონია გათვალისწინებული ასეთი შემთხვევებისთვის.
მადლობა, რომ დაინტერესდით და შეიძლება რომ შემდეგში ესეთი შემთხვევებიც გავითვალისწინოთ, მოკლედ თუ იქნება დაინტერესება, რადგან აქამდე არ მოუმართავთ მართალი გითხრათ ასისტენტებს და გამიხარდა მოკლედ ეს ინტერესი და რაღაცნაირად გავითვალისწინებთ ამასაც შემდეგ პროექტებში. აი, ეხლა ვნახოთ ლარის ისტორიის თამაში. კარგი, ასმათი გვეუბნება, რომ თუ სადამრიგებლო კლასი ყავთ, შეგიძლიათ მოკლედ, რომ ჩაერთოთ ასმათი. და თქვენი სადამრიგებლობისთვის გააკეთოთ, ან სხვა კლასისთვისაც ამ შემთხვევაში შეზღუდული არ ხართ მოკლედ. კარგი, შემდეგი გვაქვს მე-7 მე-12 კლასისთვის ლარის ისტორიის ბარათები. აქ ბეჭდავთ მოკლედ ამ 14-ვე ბარათს, ამობეჭდავთ, გადაკეცავთ, შეგიძლიათ შეაწებოთ, ან უმცერ შეაწებოთ არაუშავს და მოკლედ ამ თამაშის მიზანი არის, რომ რადგან ლარის 30 წლის იუბილეც არის, ლარის ისტორია გავაცოცხლოთ თამაშით და მოსწავლეებმა შექმნან ისე ვთქვათ, ქრონოლოგიური ხაზი 90-იანი წლებიდან დღემდე. ამ თამაში არ ველოდებით, რომ მოსწავლეებმა იციან ეს ფაქტები ლარის ისტორიიდან, არამედ თამაშის მიზანი ზუსტად არის ის, რომ ეხლა ამ თამაშით გავაცნოთ ისტორია და რაღაცები დავამახსოვრებინოთ. მოკლედ, გვაქვს სულ 14 ბარათი, წინა მხარეს წერია ისტორია, ანუ რაღაც ტექსტი წერია, ნაწყვეტი, ესე ვთქვათ, ლარის ისტორიიდან და უკანა მხარეს წერია წელი, როდესაც ეს მოვლენა მოხდა. ეხლა როგორ ვთამაშობთ? გუნდებად ვყოფთ მოსწავლეებს, სულ 14 ბარათი გვაქვს, მაგრამ ერთი ბარათი არის საწყისი, რომელსაც თქვენ ხსნით მაგალითის მისაცემად, 13 ბარათს ათამაშებენ მოსწავლეები. ამიტომ, რადგან 13 ბარათი გვაქვს, ჩვენი მიზანია, რომ კლასში მოსწავლეები ისე გადავანაწილოთ, რომ გუნდებად დაიყოფიან თუ წყვილებად, რაოდენობის შესაბამისად, თითოს რო თითო ბარათი შეხვდეს. ანუ თუ ყავს მაგალითად კლასში 29 მოსწავლე, მაშინ გამოვა რომ წყვილებად დავყოფთ და სადღაც 3 მოსწავლეც იქნება, ანუ 2 ან 3 მოსწავლიანი გუნდი გვეყოლება. თუ რაღაცა უფრო ნაკლები რაოდენობა გვყავს, შეიძლება ინდივიდუალურად მივცეთ ბარათები და ზოგან წყვილები იქნება, მოკლედ მოსწავლეების რაოდენობა მოარგეთ 13 ბარათს და ისე გაყავით ეს მოსწავლეები, რომ 13 გუნდი გყავდეთ. გუნდში შეიძლება იყოს წყვილიც ან ერთი მოსწავლეც. თუ 13-ზე ნაკლები ყავთ და ესეთი შემთხვევაც არის, შეიძლება ერთი ბარათი გაათამაშოს იგივე მოსწავლემ, რომელმაც მანამდე სხვა ბარათი გაათამაშა. მოკლედ 13 ბარათის ირგვლივ მოძრაობთ და ეგ აიღეთ ორიენტირად. კარგი, ჩავთვალოთ, რომ რაღაც კლასი სრულად შევსებულია და გვყავს 29 მოსწავლე და 13 ბარათი გვაქვს და ამიტომ 2-3 მოსწავლიანი გუნდები გვყავს. მოკლედ მიზანი არის, რომ ავაწყოთ ეს ხაზი სწორად, ამიტომ თამაში ესე მიმდინარეობს, რომ გუნდები გამოვლენ სათითაოდ, თქვენ მისცემთ ამ ლარის ბარათს, უკანა მხარეს რვეული ან რაღაცა ამოუდეთ და უნდა მისცეთ ისტორიის მხრიდან, ანუ სადაც ტექსტი წერია, ისე რომ ვერც დანარჩენი მოსწავლეები და ვერც თვითონ ვერ ხედავდნენ ბარათის უკანა მხარეს, სადაც წელი წერია. მოკლედ, გუნდებმა უნდა წაიკითხონ ეს ნაწყვეტი ლარის ისტორიიდან ხმა-მაღლა, ერთ-ერთმა წაიკითხოს და შემდეგ ამ გუნდმა 2 თუ 3 მოსწავლე იქნება გადაწყვიტოს, როდის მოხდა ეს ამბავი. ზუსტი წლის გამოცნობა არ არის აუცილებელი, არამედ დაახლოებით მიხვდნენ ეს მოვლენა კონკრეტულ წლამდე მოხდა, თუ მის შემდეგ და შესაბამისი თანმიმდევრობით განლაგდეს. ამისთვის ჯერ დაგვჭირდება საწყისი ბარათი. გადავალ ახლა შემდეგ იმაზე და ვაძლევთ მაგალითად საწყის ბარათს, რომელიც არის 2000 წლის ბარათი და ვკითხულობთ ხმა-მაღლა. ერთი წამი ამას სწრაფად გადავალ და მერე დავუბრუნდები. მაგალითად, ვიღებთ ბარათს და ვკითხულობ. ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის აღსანიშნავად ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 10 ლარიანი ბიმეტალის მონეტების შეზღუდული რაოდენობით. ანუ რკინის 10 ლარიანებზეა საუბარი, რომელიც ჩვეულებრივი გადახდის საშუალება იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისი ნომინალური ღირებულებით. ბიმეტალის, ანუ ორი მეტალის მონეტები. შეზღუდული რაოდენობით იყო, აღარ შემხვედრია, ძალიან დიდი ხანია, მაგრამ თუ ესეთი 10 ლარიანი შეგვთქვათ, თქვენც იცოდეთ, რომ ჩვეულებრივად შეგიძლიათ გადახდა, მაგრამ რადგან ცოტა არის, ინახავენ ხოლმე ადამიანები, როგორც რაღაცა იშვიათ ნივთს. და ვეკითხებით, თქვენი აზრით, როდის მოხდა ეს მოვლენა?
ეს ბარათი მარტივია, იმიტომ რომ იწყება რომ ქრისტეშობის 2000 წელს მიეძღვნაო, შესაბამისად ეს ბარათი, ეს ამბავი რკინისათლარიანების გამოშვება მოხდა 2000 წელს. და ეს არის ჩვენი საწყისი ბარათი და შეგვიძლია სადღაც დაფაზე შუაში მივაკრათ ქაღალდის სკოჩით, მაგალითად, რომ არც დაფა დაზიანდეს და არც ბარათი. ამის მერე უკვე გამოყავს პირველი წყვილი, ვაძლევთ რაღაცა ბარათს, არიეთ ეს ბარათები, მოკლედ რომ ამობეჭდავთ, რომ სხვადასხვა მიმდევრობით ამოვიდეს, ვაძლევთ ბარათს ისე, რომ ხედავდნენ მხოლოდ ტექსტის მხარეს, ქვეშრეული ამოუდოთ, რომ კლასმაც ვერ დაინახოს უკანა მხარეს და გუნდის ერთ-ერთ წევრს წავაკითხოთ ხმამაღლა. მას შემდეგ რაც წაიკითხავენ, ვთხოვოთ გუნდის წევრებს, რომ აი ჩვენ ახლა გვაქვს დაფაზე მხოლოდ 2000 ლარიანი ბარათი და თქვენი აზრით ეს მოვლენა 2000 წლამდე მოხდა თუ 2000 წლის შემდეგ და შესაბამისად დადგნენ, ხო, ან 2000-ის ბარათამდე, ან 2000-ის შემდეგ. როდესაც დადგებიან ადგილზე, მერე ამოატრიალონ და ვნახონ წელი. თუ სწორად დგანან, ან 2000 წლის შემდეგ დგანან და მართლა 2000 წლის შემდეგ მოხდა, დაუკრავთ ტაშს. და თუ დარჩებიან ადგილზე და თუ არასწორად გამოიცნეს, მაშინ გადაინაცვლებენ სწორ ადგილას. ანუ 2000 ლარიანის 2000 წლის ბარათამდე. მოკლედ ახლა რომ გავითამაშოთ, აქ რამდენიმე ბარათი მოვიყვანე პრეზენტაციაში, ეს 2000 ლარიანი დავდეთ. თქვათ გამოყავს წყვილი და აი ეს ბარათი შეხვდა. და კითხულობს ხმამაღლა. მიმოქცევაში პირველად გამოვიდა 200 ლარიანი ბანკნოტი. მასზე ეროვნული გმირი ქაიხოსრო ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სოხუმის ხედია გამოსახული. ასევე შეიცავს წარწერებს აფხაზურ ენაზეც. და ვეკითხებით ახლა გუნდს, თქვენი აზრით, ჯერ მხოლოდ 2000 ლარიანი ბარათი გვაქვს. ეს 2000-მდე მოხდა თუ 2000-ის შემდეგ? თქვენი აზრით? შემდეგ. მე გკითხავთ. შემდეგ. კარგი, და ვეუბნებით, ახლა დადექით მაშინ 2000-ის შემდეგ და მოატრიალეთ. დადგა 2000-ის შემდეგ, მოატრიალა არის 2007. ანუ სწორია. შესაბამისად, რჩება ადგილზე და უკრავთ ტაშს. ახლა გამოყავს მეორე წყვილი. ახლა მეორე წყილს უკვე სამი პოზიცია აქვს უпроსწორად განათავსებს. ან 2000-მდე უნდა განათავსოს, ან 2000-სა და 2007 შორის, ან 2007-ის მერე. რაც უფრო მეტი ბარათი ამოდის, მით უფრო ზუსტად უნდა ჩასვან წელი, იმიტომ რომ ბევრი პოზიცია რჩება. კაი, გამოყავს ახლა მეორე წყვილი და ვაძლევთ ამ ბარათს და ვეუბნებით. 1 და 2 ლარიანი ხურდა ფულის სახით შემოვიდა მიმოქცევაში. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა ახალი განსხვავებული 50 თეთრიანი მონეტაც გამოუშვა. ამასაც ჩასვამდით 2000-მდე, 2000-სა და 2007 შორის თუ 2007-ის მერე. ალბათ შემდეგ. 2007-ის მერე. არა, შუაში. 7-ის შუაში? აი, 2006-ში იყო, მოკლედ. ხო, მოკლედ, სწორად თუ დადგნენ და შემოატრიალეს, დაუკრავთ ტაშს და თქვათ, თქვენ როგორც თქვით, ხო, 2007-ის მერე იყო, დადგა იქ მოატრიალა, არა უშავს, გადმოვიდეს სწორ ადგილზე და ისევ დაუკრავთ ტაშში. ანუ, მიზანი ჩვენ არ ველოდებით, რომ მოკლედ ეს მოსწავლეებმა იციან, უბრალოდ მე გაარტყან ან ინტუიციით, ან მინიშნებებით და მთავარი არის ის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ეს ისტორია და სწორი ხაზი შევქმნათ. მოდი ერთ ბარათს კიდე გავაკეთებ. შეიქმნა ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინის ესკიზები. ფულის ნიშნების რეკვიზიტებთან ერთად ბანკნოტზე გამოსახულია, თან ბანკნოტი ეს სიტყვა როგორც შევამჩნი არ იციან და შეგვიძლია ავხსნათ, რომ ბანკნოტი იგივე ქაღალდის ფული ან კუპიურა არის. და მოკლედ ამ ჩვენს ქაღალდის ფულზე გამოჩენილი არიან ქართველი მოღვაწეები, კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები და ხელოვნების ნიმუში არის გამოსახული და მონეტებზე, ანუ ხურდა ფულზე გამოსახულია კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, წარწერები და ბორჯღალი აქვს, ხო, აი 5, 10 და 20 თეთრიანს, ანუ მზის სიმბოლო. ამაში მთავარი წინადადება არის შეიქმნა ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინის ესკიზები და ვეუბნებით, ეს ახლა თქვენი აზრით როდის მოხდებოდა? 2000 წლამდე. 2000 წლამდე, ხო, თავისთავად ჯერ დიზაინი უნდა შექმნილიყო, რომ ფული გამოშვებულიყო და ეს მოხდა 1993 წელს. მოკლედ, ესე ვაგრძელებთ 13-ვე ბარათის ამოსვლას. კიდე ერთი მქონია, კაი, წავიკითხო. უმნიშვნელოდ შეიცვალა ლარის ბანკნოტები. ცვლილება განიცადა იქნება. ბოდიში რთული რა იქნება, იცი, მაინც ბოდიში ჩაგერთვები რთული რა იქნება, იცი, ფიქრობ, აი მაინც იმ წელს უკან ბარათზე რაღაცნაირად თვალს შეავლებენ.
მაგის დამალ ვარ რთული. იცით მე როგორ ვაძლევდი? ხო, ეს ჩვენ რო გავტესტეთ თანამშრომლებთან, ეგ მაშინვე შეამჩნიეს და ხარ მაქვს არაფერი მასალა რო გაჩვენოთ. მოკლედ წარმოვიდგინოთ რომ რაც ხელში მომყვება იმას. ეს არის ბარათი, ეს არის უკანა მხარე, პირდაპირ ვაძლევდი, აი რაღაც დაფასავით ქონდა, მაგრამ რველზეც შეგიძლია დადოთ, აი რველზე დაადოთ ისე რომ არ ჩანდეს უკან რა არის და ჩანდეს მარტო წელი და აი ესე წაიკითხონ და მაგ შემთხვევაში ვერ ხედავენ უკანა მხარეს, ვერც კლასი რომ კარნახი გამოირიცხოს და ვერც თვითონ ის ბავშვები, ანუ პირდაპირ ესე დადებულს აძლევთ და ვეღარ ხედავენ. ეს გავითამაშეთ უკვე რამდენიმე კლასში, მე პირადადაც ვიყავი და ყველგან სწრაფად მოკლედ თუ რვეული აქვს გამოდებული და პირდაპირ ისე ვეუბნებით და უკანა მხარეს ვერ ხედავენ, მაგისის არ არის რომ გამოვყავთ თან დაფასთან და ისე აკითხებთ, რა წინასწარ არ ვურიგებთ. უკაცრავად პასუხიც ჯგუფურად უნდა იყოს, ხო? საერთო გადაწყვეტილება. კი, საერთო გადაწყვეტილება. ეხლა რასაც დავაკვირდი მე თვითონაც რომ ვიყავი ზოგჯერ იყო ისე რომ ვერ თანხმდებოდნენ და მაშინ ვეუბნებოდი, კარგი, რომელიც სადაც ფიქრობთ, იქ დადექით. ანუ ესეც შეიძლება თუ შეთანხმებული პასუხი არ არის. და კიდევ ის იყო რომ მინიშნებებსაც ვაძლევდი ხოლმე. მაგალითად, აი ეხლა რო არის ეს ბარათი, უმნიშვნელოდ შეიცვალა ლარის ბანკნოტები. დიახ? კითხვა იყო თუ გადავფარე ვიღაცა? ცვლილება განიცადა ულტრაისფერმა დამცავმა ნიშანმა და ასევე მათზე დაიწერა საქართველო და ჯორჯია ნაცვალ წარწერებისა საქართველოს რესპუბლიკა და Republic of Georgia, როგორც ეს თავდაპირველ 1995 წლის ბანკნოტებზე იყო და ნუ აქ რადგან 1995 ურევია, მაინც იცნობენ ხოლმე რა დაახლოებით და ეს არის მოკლედ 1999. და აქ აწერია რომ ლარის ბანკნოტების პირველი მოდიფიცირება. მერე გვაქვს რაღაც მეორე მოდიფიცირება, რომელიც 2002-2004 წლებში მოხდა და იქაც წერია რომ უმნიშვნელოდ შეიცვალაო და აი ამაზე ვამახვილებინებ ყურადღებას, იმიტომ რომ მერე გვაქვს საერთოდ 2016 წლიდან რომ განახლდა ეს ახალი ლარის დიზაინის ბანკნოტები რო გვაქვს და მაგაზეც ვამახვილებინებ ყურადღებას, რომ აი ეს ის განახლება კი არ არის ეხლა რო თანამედროვე ის გვაქვს და რაღაცაი თითქოს ვანიშნებ რომ წარსულში იყოთ. მოკლედ თქვენ კლას უფრო თქვენ იცნობთ და შეხედეთ სად დაგჭირდებათ მეტი მინიშნება, იმიტომ რომ მიზანი არის ის რომ რაღაცა სახალისოდ გააკეთონ და საბოლოო ჯამში დაახლოებით წარმოედგინონ რა როგორ მოხდა და როდის რა შემოვიდა და თან რაღაც ფაქტები გაიგონ. იმიტომ რომ ზოგს ეგონა რომ მაგალითად 200 ლარიანი აი უბრალოდ იყო და მიმოქცევაში არ იყო და რაღაცა ესე. კიდევ მაგალითად აი 95-ში ხო გამოვიდა ლარი და თან ამას ვეუბნებით გაკვეთილზე ვერა უკვე 30 წელიაო და მაგასაც ვახსენებთ რომ ეგ ბარათიც ამოდის 95 წლის რომ პირველად გავიდა მიმოქცევაში ლარი და აბა გაიხსენეთ რამდენი წლის არის ლარი და ნუ მარტივად აკლებენ მე 2025-30 და იღებენ 1995-ს. თუ აი 93-ის ბარათი ამოვიდა, ვეუბნებით რომ აი 95-ის ამოსულია, ხო მაგალითად უკვე ვეუბნებით რომ 95-ში ფული გამოვიდა. ესე იგი დიზაინი როდის უნდა შექმნილიყო და რაღაცა ცოტა მეტ მინიშნებას ვაძლევთ. 91-ში არის რომ გვიწერია ბარათშივე რომ საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და შეიქმნა საქართველოს ეროვნული ბანკი და მაშინ დაიწყეს ფიქრი ვალუტაზეც. ანუ ვეუბნებით რომ ჯერ ნახეთ ეროვნული ბანკიც არ იყო და ამ წელს შეიქმნა და ამ წელს დაიწყეს ფიქრი და მე 93-ში დიზაინი შეიქმნა. ანუ დაახლოებით ხვდებიან რომ თუ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წელი არიციან, რომ 91-ში მოხდა. მოკლედ ჩვენც ვაძლევთ რაღაცა მინიშნებებს. თქვენც ეს ბარათები მაგიტომ მოგეცით ბეჭდური ვერსიაც და ჩვეულებრივი PDF-იც, რომ მანამდე ნახოთ რომელ ბარათზე რა წერია და მეტი ინფორმაციაც თუ დაგჭირდებათ, ეროვნული ბანკის საიტიც მითითებული გვაქვს, რომელიც ლარის ბანკნოტებსა და მონეტებს ეხება. მაგრამ რო გითხრათ რომ რაღაც დამატებით ბევრ კითხვას სვამენ, რაც ამ ბარათებზე არ არის, ეგრეც არ არის და რაც ვითამაშეთ, დაახლოებით ყველა სწრაფად და ცოცხლად წავიდა. ანუ მერვე კლასელებთანაც ვითამაშეთ, მე-10-თანაც, ზედა კლასებშიც და საკმაოდ ხალისობენ ხოლმე. ერთი რაც არის, თუ ბევრი ბავშვია კლასში და მე ვთქვი რომ უნდა გამოვიდნენ და დადგნენ ამ ბარათებს შორის, ანუ ცოცხალი ხაზი ეწყობა მოკლედ, მაგრამ ბევრი მოსწავლე რო არის, ცოტა შეიძლება სიმჭიდროვე იყოს კლასში და მაგ დროს გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ რომ ერთი მოსწავლე დატოვოთ ბარათით ხელში, გუნდიდან ან დაფაზე მიაკრევინოთ და დაფაზე იქნება მიკრული მერე ეს წლები, ესე როგორც არის ახლა სლაიდზე. თუმცა ის მომენტი რომ აი სად უნდა ჩადგნენ, მაგალითად დაფაზე გაქვთ გაკრული და წაიკითხა მოსწავლემ ბარათი, ის ჩადგომა მაინც გააკეთოს, რომ ეს რაღაც მოძრაობის ეფექტიც იყოს და უფრო მეტად ინტერაქტიული გახდეს ეგ თამაში. მოკლედ თუ ცოტა მოსწავლეა სწრაფად წავა ცოცხალი ხაზი
ჯაჭვი აეწყობა მოსწავლეების, თუ ბევრი მოსწავლეა და ხვდებით, რომ ქაოსია და ფიზიკურად ვერ ეტევიან საკლასო სივრცეში, დაფაზე მიაკარით, უბრალოდ ეგ ბარათები როცა გამოვლენ, თვითონ მიაკრან ან ჩადგნენ იმ წლებს შორის და მერე მოატრიალონ მოკლედ წლის მხარე. მოკლედ თითოეული გუნდი წაიკითხავს ბარათს და ირჩევს პოზიციას ან უკვე არსებული ბარათების წინ, ან რამდენიმე რომელიღაც ბარათს შორის, ან ამ ბარათის შემდეგ და ამოატრიალებს ბარათს, მას შემდეგ რაც პოზიციას აირჩევს და შეამოწმებს თარიღს. თუ სწორ ადგილას დგას დაშუკრავთ, თუ არასწორია, ცვლილებას ვაკეთებთ და დგება სწორ ადგილას და ისევ დაშუკრავთ და ამით ვქნით მოკლედ ლარის ისტორიის სრულ ქრონოლოგიურ სურათს. და ამით ფარდება მოკლედ ლარის ისტორიის გაცოცხლება. ეს 10-15 წუთს წაიღებს, მეც არა. რამე კითხვა ხო არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით? კაი, ჩატში ჩავიხედავ ახლა. ან თიკო ეხლა მაღალ კლასში მაგალითად შემიძლია თუ არა, აი დაწყებით ის ბინგო ვათამაშო. ანუ ფიქრობთ, რომ ბინგო უფრო კარგად წავა მაღალ კლასში? ანუ ნახე რას ფიქრობ ეხლა ეს ინფორმაცია ფინანსური განათლება მაგალითად მე ვაპირებ მე-10 კლასში ჩავატარო ხო? არის სწავლება აქამდე შეხება არ ქონიათ. ამდენი ინფორმაციის ერთად მიღება ხო რა ვიცი ბინგოში უფრო ბევრი ახალი ტერმინია რომელზეც ყველა დღიური შეხება აქვს და იქ მარტივია რაღაც ერთ გაკვეთილზე ამის აღქმა თან დავალების შესრულების სახით გადმოცემა ვფიქრობ რთული იქნება. პატარებისთვის. ხო, ანუ აი ახლა კონკურსის პირობებით ესე გვაქვს გათვალისწინებული, რომ თქვათ რომელი კლასისთვისაც აკეთებთ, გვაქვს მასალა შესაბამისად, ანუ პატარებთ ამ ბინგო და დიდებთან ლარის თამაში, ამიტომ გთხოვთ, რომ ზუსტად ეგრე წახვიდეთ, როგორც ახლა მოცემულია და თუ დამატებით გინდათ, რომ სხვა კლასებში ჩაატაროთ და გატესტოთ რა როგორც იმუშავებს, შეგიძლიათ მოკლედ ესე ცვლილება, მაგრამ კონკურსის ფარგლებში გთხოვთ, რომ როგორც არის მოცემული, იმის მიხედვით გაყვეთ. კარგი, მადლობა. კარგით. მასალების გადმოწერა ლამსი რა გვეკითხება? კი, ფინედუს გვერდიდან შეგიძლიათ, აი რაც გაჩვენეთ იმ ბმულზე კონკურსის პირობებში რომ გადახვალთ. მოდი პრეზენტაცია აღარ მინდა და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, სად იყო. ფინედუზე რო შეხვალთ სამას გავთიშავ, აი, საწყისი გვერდი ხო ესაა, ეგრევე ჩანს სლაიდერზე გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი. გადავდივართ სრულად, გვიჩანს კონკურსის პირობები, ჩამოვსკროლავთ. აი ჯერ ამას გეტყვით. აქ რო წერია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა 16 საათი და აქ ნახვა ეხა Zoom-ის ბმულზე გადმოდის, მაგრამ შევცვლით და YouTube-ის ბმულს დავაყენებთ, სადაც აიტვირთება ეს შეხვედრა და ზემოთ გაქვს საგაკვეთილო მასალა ინსტრუქცია. ანუ აქ არის ეს მასალები. აქ არის პრეზენტაცია, ტექსტი და თამაშები და ცალკეა მე-5 მე-6-ს თავის პრეზენტაცია, ტექსტი და ბინგოს თამაში, მე-7 მე-12-ს თავისი პრეზენტაცია, ტექსტი და ლარის თამაში. და ქვემოთ მოცემულია საინფორმაციო პოსტის ნიმუში, რაც უნდა გამოაქვეყნოთ Facebook-ზე, თავისი ტექსტით და თავისი ბანერით, რაც უნდა მიაბათ. ამ ტექსტ ჰეშტეგებს აუცილებლად ინარჩუნებთ, ფინედუსაც თაგავთ, დამატებით თუ გინდათ ჩასვით თქვენი ტექსტიც და მიაწერეთ, ამ ბანერს აუცილებლად ტვირთავთ და დამატებით თუ გინდათ თქვენი ფოტოებიც, ანუ კლასში გადაღებული გაკვეთილის მსვლელობისას, ოღონდ რო არ იყვნენ იდენტიფიცირებული მოსწავლეები, ამასაც ტვირთოთ. და მერე ამ თქვენი პოსტის კომენტარს აკომენტარებთ, პოსტის ბმულს უკაცრავად ლინკს აკომენტარებთ ფინედუს საკონკურსო პოსტის ქვეშ, რომელიც ხვალ დაიდება ფინედუს Facebook-ის გვერდზე. უკაცრავად კითხვა გამიჩნდა თიკო. ჩემს გვერდზე რომ ავტვირთო ჩატარებული გაკვეთილი. ბავშვების სახეები, ესე იგი როგორც თქვენ ამბობთ, არ უნდა გამოჩნდეს? ხო, ჩვენ მოკლედ აღარ ვაგროვებთ მოსწავლეების პერსონალურ მონაცემებს, თქვენ შეიძლება გაქვთ თანხმობები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ანუ ჩვენ გვაქვს კერძო სკოლაში, ხელშეკრულებაში გვაქვს ყველაფერი. კი, მაინც ეცადეთ, რომ პროექტის ფარგლებში ისე გადაიღოთ, რომ ან ზურგიდან გადაღებული ფოტოები იყოს, ან თუ გადაიღეთ ისე, სადაც სახე ჩანს, სმაილითან რაღაც ტექსტით დაფაროს, რომ არ ჩანდნენ მოსწავლეები. დიახ, მაშინ ესეც უნდა ვუთხრათ მშობლებს, რომ სახეების გარჩევა არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ უხერხულობა არ გამოიწვიოს. როგორც წესი, მუდმივად არიან მობილიზებული, რომ ნახონ თავიანთი შვილების ფოტოები აქტივობებში და მე რომ რაღაცები დავფარო, სმაილიკები რომ მივაკრა, ესე ვთქვათ, მე ცოტა უხერხულობა. აჰა, კაი, ნათია, მაშინ
აი იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ხო მის კერძო სკოლებში უფრო სუბუქად არის ხოლმე ეს ამბავი და ბევრ სკოლას ისედაც აქვს მოსწავლეებთან თანხმობა და აქვეყნებენ ხოლმე მოსწავლეების სურათებს და ეს უხერხულობა რომ არ იყოს, მოკლედ ფინედუს პოსტს რომ დადებთ, რაც საკონკურსო პოსტი იქნება, იქ დადეთ არაიდენტიფიცირებადი ფოტოები და დამატებით იმისთვის რომ მშობლებმაც ნახონ, რას აკეთებთ და სკოლამაც ნახონ და თუ ესეთი ის არის საჭირო, ცალკე დადეთ მოკლედ ის პოსტი, რომელიც საკონკურსო არ იქნება. ამაში ჩვენ ვერ შეგზღუდავთ და დამატებითი ფოტოები გამოაქვეყნეთ. თუ კი ესე მიღებულია, რომ პირად ან სკოლის გვერდზე დაიდოს, მაგრამ ჩვენ საკონკურსო პოსტში იყოს არაიდენტიფიცირებადი და დამატებითი ფოტოები უბრალოდ ცალკე პოსტად დადეთ, რომელსაც ჩვენთან არ გააზიარებთ. კარგით, ეს პასუხი იყო ჩემთვის დამაკმაყოფილებელი, რომ ასე ჯობია, უფრო დავკვალიანდი, მადლობა. კი ბატონო, ხო მე სკოლამაც შეიძლება დადოთ და დიახ. კონკურსის დღეები, ან ამაში როგორ ვართ, შეზღუდულები ვართ განრიგში, ან რომელი რიცხვიდან, რომელი რიცხვამდე შეგვიძლია რომ ეს გავაკეთოთ? განრიგი არის, რომ 4 ნოემბრიდან 28-ის ჩათვლით ატარებთ, მაგრამ რადგან პირველი 30 კომენტარის ავტორს ვაჯილდოვებთ, ამიტომ რაც სწრაფად ჩაატარებთ და დააკომენტარებთ, პირველი 30 ჯილდოვდება გამომცემლობის ვაუჩერებით. ასე რომ თუ 30-ში მოხვედრა გინდათ, მალე უნდა ჩაატაროთ. მაგრამ ვინც 28-ის ჩათვლით ჩაატარებს, ჩვენ ყველას ვგზავნით სერტიფიკატს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში და არის ფინედუს დესპანი მასწავლებელი. თიკო ფოტოებში მასწავლებელი რო ჩანდეს შეიძლება? მასწავლებელი კი, რადგან თქვენი პირადი გვერდია. კარგი და იქ რო ჩვენი ბანერი, რომელიც უნდა ატვირთო პოსტის ქვემოთო, ის ბანერი ჩვეულებრივ ფოტომასალაში ავტვირთო, ხო? კი, ფოტომასალაში, აი პოსტს რო დადებ და ქვევით ფოტოების ატვირთვა აქვს, პირველი ეს ბანერი ჩააგდეთ, გადმოწერეთ Facebook-დან და ხო, მერე მიაბით დანარჩენი ფოტოებიც თუ გინდათ. ეს ფოტოებიც რაღაცა ეს აუცილებელი მოთხოვნა არ არის, აუცილებელია ის ჩვენი ტექსტი დაიცვათ და ჩვენი ბანერი ატვირთოთ. მოკლედ შენი მოსმენა მოგუნატრები ასე რომ ბათუმში რაღაცა დაგეგმე მასწავლებლებისთვის. კი ბატონო. მადლობა ძალიან საინტერესო. მადლობა მოკლედ თქვენ დაინტერესებისთვის, ჩართულობისთვის. თუ შეკითხვები არ გაქვთ დაგემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ. თუ მერე გაგახსენდათ შეკითხვები, შეგიძლიათ ფინედუს მესენჯერში მოიწეროთ ან მეილზე info@finedu.gz-ზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა, ნახვამდის. წარმატებები, კარგად.